საკმარისად კარგი მშობელი არის ის მშობელი, რომელსაც აქვს მშობელი საუკეთესო მეგობარი იყოს და თან გამოგიდიოდეს მშობლობა? ბავშვი წყვეტს ტირილს, გადადის სლუკუნზე და რა? კითხულობს პლასტელინი და ამ დროს მე ვეუბნები, ვაი, ნაკლებად ტირი, რა მაგარია, მოდი ვითამაშოთ. ტრამვირებული უფროსი, სანამ თავის თავს არ უშველის, მანამდე ის კარგი მშველელი და დამხმარე ვერ იქნება უმცროსისთვის. ბავშვს საერთოდაც არ სჭირდება ეს იდეალური დედა და მამა, რისი კომპლექსიც აქვს მშობლების ალბათ უდიდეს ნაწილს. ნუ გვეშინია ამ ტირილის. გვახსოვდეს, რომ მცირე ასაკის ადამიანის მიერ განხორციელებული ეს ქცევა კომუნიკაციის ფორმაა, რომელსაც ამ ქცევას აქვს ფუნქცია, რაღაცა ხდება და რაღაცას ითხოვს. ამით, სად უნდა იყოს შენ, რა სიტყვა უნდა თქვა ამ დროს, უნდა დატოვო ძალიან ატირებული ბავშვი და გახვიდე თუ გვერდით უნდა იყო და მხარდამჭერი პოზა მიიღო. ჩემი პრინცესა, ჩემი ულამაზესი, ჩემი უჭკვიანესი. არ ჭირდებათ ეს პრინცესობა და ულამაზესობის, ასე ვთქვათ, იარლიყები ადამიანებს. შემოვარდნილი ოჯახის წევრი, რომელიც რაღაცნაირად იცავს, ავტორიტეტს უფუჭებს და აღზრდაში ხელს უშლის ოჯახის იმ წევრს, რომელიც ცდილობს ამ ტექნიკის გამოყენებას. ხშირად გვესმის ფრაზა ბავშვის სარკეა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ გამოსახულებაში ეს გამოსახულება არ მოგწონს, როცა ბავშვის ქცევა ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. სწორედ აი ამ თემებზე ვსაუბრობ დღეს ვისაუბრეთ აღზრდის სტილზე, ქცევის მართვაზე და იმ შეცდომებზე, რომლებსაც უფროსები უშვებთ. თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი. ნატა, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. მადლობა. მოგესალმებით, მიხარია რომ დამპატიშეთ. დღეს ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ დასაწყისისთვის მინდა რომ აი ერთ რაღაცა პარადოქსი შევეხოთ, როცა ამბობენ რომ ეს ახალი თაობა არის ყველაზე დაცული თაობა, იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრს ზრუნავენ მისი გარშემოყოფები, მაგრამ აი წეგან ჩვენ პოდკასტის დაწყებამდეც ვამბობდით რომ ამ ზედამხედველობისა და გამოფრთხილების მიუხედავად ძალიან მაღალი არის სწორედ ამ თაობაში შფოთის, დეპრესიის მაჩვენებლები და ამ შემდეგ. აი როგორ აიხსნება ეს? საინტერესო ამბავია ეგ, რომ ფიქრობენ, რომ ყველაზე დაცული თაობაა. შეკითხვა გამიჩნდა, რითია დაცული, ანუ ფიზიკურ დაცულობას, მატერიალურ უზრუნველყოფას და ესე დაცულობას თუ გულისხმობენ, იმიტომ რომ საზოგადოება ვითარდება, ტექნოლოგიები ვითარდება, ეს თაობა მომარაგებულია, ასე ვთქვათ, ამ თვალსაზრისით, მაგრამ დაცულობა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობას ან ვთქვათ საჭმლით უზრუნველყოფას ხო არ ნიშნავს, ხო? ადამიანს ყველაზე ხშირად ჭირდება ემოციური დაცულობა და მხარდაჭერა. და ემოციური დაცულობა ბავშვს, მოზარდს შესაძლოა ჰქონდეს მაშინ, როდესაც მისი ახლო სოციალური გარემო და ოჯახი ემოციურად სტაბილურია. ახლა ნახეთ, რომ ტექნოლოგიები განვითარდა, ცხოვრება წინ წავიდა და ასე შემდეგ. ქმნის თუ არა ეს ემოციურად სტაბილურ გარემოს ოჯახებისთვის, ეს არის მთავარი შეკითხვა. მე მგონია, რომ არ ქმნის. და როდესაც ემოციურად არასტაბილური შეიძლება იყოს გარემო, ბევრი ფაქტორის გამო ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, აჩქარებული ცხოვრების ტემპი, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური სიტუაცია, ბევრი სამუშაო გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნილებები გაგვეზარდა და უფრო მეტი შემოსავალი გვჭირდება. ურბანიზაცია, ქალაქის ცხოვრება, ბევრი რამ შეიძლება იყოს, ხო? ამ დროს ემოციები სად არის და ფსიქიკური ჯანმრთელობა როგორ არის, ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვა. თან ჩვენს მსოფლიო მოსახლეობას გამოცდილებაში ჰქონდა არც თუ ისე მარტივი პერიოდი, რომელსაც პანდემიის პერიოდი ქვია, და ამ პანდემიის პერიოდმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა მსოფლიო მოსახლეობისთვის და მათ შორის ჩვენი მოსახლეობისთვის, ხო? კომუნიკაციის სტილი შეიცვალა, მხარდაჭერის სტილი იცვალა და რაღაცნაირად ტექნოლოგიები დაგვიმეგობრდნენ ძალიან. რაც მე როგორც პრაქტიკოს ფსიქოლოგს არ მიმაჩნია იდეალურ ამბად და ხშირად ვხედავ ჩემ პრაქტიკულ სამუშაოში, რომ უდროობა, რომელიც მოდის მშობლებისგან, მათი დაკავებულობისგან, ზოგჯერ იმისგან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თავადაა აქვთ მიუხედავი. ჩვენ ქვეყანაზე გავაკეთებ აქცენტს, ხო? ამის საშუალება ჩვენთან არ არის ხოლმე ხშირად, რომ ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ ამით და ჰქონდეთ მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მხრიდან და შესაბამისად მშობლობაში, შვილებთან ურთიერთობაში, მოუცლელობით ბევრ ლაფსუსს უშვებთ უფროსები, მშობლები, მასწავლებლები.
და მეორეს მხრივ აი ისიც რომ შეიძლება ერთგვარი კომპენსაციაც არის ხო ჩვენი გამოცდილებების როცა ცდილობ რომ აი ძალიან მოუგვარო ყველა პრობლემა დააზღვიო ეს ბავშვები ალბათ აქედან გამომდინარეობს ეგეც რომ უფრო დაცულ თაობად აღიქმება ეს თაობა და აი მანდ რამე რისკები არსებობს რომ აი ასეთი ჰიპერმზრუნველობის თვალსაზრისით შეიძლება რომ უფრო მოუმზადებელები იყვნენ ამ სტრესებისთვის ესე შეიძლება შევხედოთ სწორია ეს შეხედვა მე ვფიქრობ რომ სწორია ზურა იმიტომ რომ ადამიანი ყველაზე კარგად სწავლობს საკუთარი გამოცდილებიდან, რა თქმა უნდა, ზრდის პროცესში მას მხარდაჭერა სჭირდება უფრო გამოცდილი ადამიანებისგან და აქ მხოლოდ მშობლებზე არ მექნება აქცენტი, იმიტომ რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, რომ ხშირად აღზრდას როდესაც ეხება საქმე, მშობელზე ვაკეთებთ აქცენტს და კარგად აღზრდილი და ასე ვთქვათ, ფსიქიკურად ჯანმრთელი მოქალაქე საბოლოო ჯამში როცა ის დასრულია, მაშინ გვეძლევა ხოლმე, როდესაც სისტემურად სწორი მიდგომაა მის მიმართ ამ სისტემაში ოჯახის გარდა შედის წინა სასკოლო დაწესებულებები, სასკოლო დაწესებულებები, მეტიც უნივერსიტეტები, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ახალგაზრდები ხვდებიან მაშინ, როდესაც ზრდა და განვითარება ბოლომდე დასრულებული არ აქვთ, ხო? გარდატეხის ასაკში შედიან და ნუს დასრულობას მოგვიანებით აღწევენ 3-4 წლის შემდეგ. და მხარდაჭერა სჭირდებათ დაახლოებით 24-25 წლამდე. და თუ სისტემურად სახელმწიფო დონეზე აღზრდის მხარდაჭერის სისტემა ოჯახთან ერთად გამართულია, მაშინ უკეთესად არის საქმე. თუ ლაფსუსები და ჩავარდნებია, ბევრი ფაქტორის გამო, მაშინ ცხადია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თქვენში ფოთო ახსენეთ და დეპრესია, ხო? იქნება სახეზე, ამას ხელი შეუწყო რაც თქვი წინა გამოცდილებამ, რომ ეს ძალიან რთული პერიოდი გაიარა მსოფლიო მოსახლეობამ და ქართველებმაც, როდესაც ჩავიკეტეთ, ტექნოლოგიებთან დავრჩით, კომუნიკაცია შემცირდა, ვიზოლირდით და ამან ყველაფერმა ნიადაგი მოამზადა იმისთვის, რომ პრობლემები გაიზარდა. მათ შორის საქართველოშიც. ხო, აი ძალიან საინტერესო საკითხი ახსენეთ. ახლა ეს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, რომ როცა ჩვენ თავისუფლების განვითარებაზე ვსაუბრობთ და ნეირომეცნიერებაზე ვსაუბრობთ, ხო, თავისუფლების ამ ფრონტალური ქერქის ჩამოყალიბება სრულდება 25 წლის ასაკში, ანუ მანამდე განვითარებადია ის და აი მაგ შემთხვევაში ხა როგორ არის, რომ ცოტა ბიოლოგიას ხო არ ვეწინააღმდეგებით, როცა რაც აი ვთხოვთ, რომ აი მაგათაც დაწყნარდი და რაღაცა კონკრეტულ მითითებებს ვაძლევთ, მაგალითად 3-4-5 წლის ბავშვს, იმიტომ რომ შეუძლია მას ბიოლოგიურად ამ ყველაფრის გაკეთება. ანუ ეს ხო ცოტა ისეთი ნაწილი არის სწავლების პროცესი მიმდინარეობს, ხო ისე? ძალიან საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ იმისთვის რომ ვიცოდეთ როგორ უნდა მიუდგეთ კონკრეტული ასაკის ადამიანს და მოდი ბავშვებით დავიწყოთ, ხო? ბავშვებზე ვისაუბროთ. მცირე ასაკის ადამიანებს უნდა ვიცოდეთ მისი განვითარების თავისებურებები. როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური, ემოციური და ასე შემდეგ. ანუ ცოდნა უნდა გქონდეს. ამ ცოდნის გქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სპეციალობის ადამიანებისთვის, რომელთა სამსახურიცაა ბავშვებთან ურთიერთობა. ამაში შედიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს, იქვეა წარმომადგენლები, პედაგოგები, ფორმალური და არაფორმალური განათლების პედაგოგები და მშობლები. მშობლები სპეციალურად ბოლოს ვთქვი, ხო? რომ ძირითადი დატვირთვა მათზე არ მოვიდეს. მშობელი, რომელიც მხარდაჭერილი არ არის, ვინც დავასახელე იმ სპეციალისტების მიერ, ну იჭედება რა. ანუ ვერ ასწრებს, არ იცის და აუცილებელი არ არის, რომ რაც თქვენ ახსენეთ, ხო, განვითარების თავისებურებებზე იქნება ეს ფიზიკური ტვინის განვითარება თუ ფსიქიკური განვითარება, ამაზე ყველაფერზე ინფორმაცია გქონდეს მშობელს. ცხადია, ის უნდა კითხულობდეს. ცხადია, უნდა ეძებდეს თვითონ და უკვე ამ კუთხით მასალა, რაზეც ვსაუბრობთ, მოიძებნება და ну ახლა ინტერნეტი ამას აიოლებს და ქართული მასალაც არის და თუ უცხო ენა იცის, უცხოური ბევრია და ასე შემდეგ. მაგრამ მხარდამჭერი სისტემა უნდა არსებობდეს სახელმწიფოს დონეზე და აი სწორედ ეს სპეციალისტები შედიან ამ მხარდამჭერ სისტემაში. ანუ ადამიანი კარგად ვითარდება და ყველაფერი კარგად მიდის განვითარების მიხედვით. როდესაც გვაქვს შესატყვისი ცოდნა სხვადასხვა ადამიანებს, ვინც ბავშვთან შეხებაში ვართ, მშობლიდან დაწყებული პედაგოგებით და ჯანდაცვის სპეციალისტებით დამთავრებული და ერთად ვცდილობთ მის განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. ცალ-ცალკე კი არა, ერთად. პასუხისმგებლობა ერთ კონკრეტულს კი არა უნდა კონდეს რამოდენიმეს ერთად. ასეთ შემთხვევაში პრობლემები ნაკლებად გვაქვს მოგვიანებით, როცა ადამიანის დასრულია. რაც შეეხება მცირე ასაკის ადამიანებს, ხო? განვითარების ეტაპები არსებობს. მე კომპეტენტური ფსიქიკური განვითარების ეტაპებზე საუბრის დროს უფრო მეტად ვიქნები, მაგრამ ну ვიცი რომ ფიზიკური განვითარება
განვითარების ეტაპი, ტვინის განვითარებას თავისი დინამიკა აქვს და ცხადია, რომ მსაობა კოგნიტური, რასაც ქვია, რომ გაიაზროს მცირე ასაკის ბავშვმა, როდესაც შენიშნოს აძლევენ, ან ეუბნებიან, რომ ასე მოიქცეს თუ ისე მოიქცეს, შესაძლოა არ ქონდეს კონკრეტულ ასაკში. თუმცა ემოციები, როგორც წესი, ნებისმიერ ასაკში, როდესაც რაღაცა ხდება, ფაქტთან გვაქვს შეხება, ან დისკომფორტი ექნება ადამიანს, უმეტესწილად წინ უსწრებს ხოლმე აზროვნებას და მცირე ასაკის ადამიანებში განსაკუთრებით ესეა. და სწორედ ამაში სჭირდებათ მათ დახმარება. რა უნდა ვქნათ, ხო? მოზრდილმა ადამიანებმა, ყველა მით ჩამოვთვალე, უნდა ვაჩვენოთ და დავანახოთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ემოციებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითები. იმიტომ რომ მცირე ასაკის ადამიანები ცქერით სწავლობენ ყველაფერს ამას, ხო? ის რომ მოვთხოვოთ, რა ვერ ხვდები, ვერ იგებ, მე ხო გითხარი და რამდენჯერ გითხარი. ასეთი ფრაზები ფაქტიურად არის, ტყუილა გასროლილი ფრაზები, იმიტომ რომ განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაღაც ასაკამდე, სანამ ტვინი ბოლომდე არ ჩამოყალიბდება და ეს აზროვნების ნაწილზე პასუხისმგებელი, ასე ვთქვათ, სტრუქტურები ფორმირებას ბოლომდე არ დაამთავრებს, აზრი არ აქვს. ისე ვიქმნებდივართ, რომ უნდა ვიცოდეთ. სპეციფიკა როცა ვიცით განვითარების, მაშინ ვიცით, როგორ ჩავერიოთ. ინტერვენცია როგორი იყოს. აღზრდა იქნება ეგ თუ, დარღვევის შემთხვევაში თუ დარღვევასთან თუ გვაქვს საქმე, დარღვევის, ასე ვთქვათ, გასწორებაში როგორ ჩავერიოთ, ხო? ცოდნა იქნება ყოველთვის თავში. ნებისმიერ დონეზე. აქ საუბარი არ არის პროფესიონალთა კვალიფიკაციაზე, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეთ და ისინი მუდმივად საკუთარი ცოდნის დახვეწის და გაძლიერების პროცესში იყვნენ, მაგრამ მშობლების ცოდნაც მნიშვნელოვანია და ერთმანეთის მხარდაჭერა. არ ვიცი, შეკითხვას უპასუხებ თუ არა? კი, აქ ერთია ხო ეს თვითონ ახლა სომატური განვითარება შემდეგ, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო ვისაუბრებთ ფსიქიკური განვითარების ეტაპებზე და აქ ჩვენს მიდგომებზე და უფროსების როლზე ამ სულ ყველაფერში. უბრალოდ ეს ახლა ქუდივით მინდოდა რომ ეს მაინც შემეკრა რომ დაახლოებით წარმოდგენა რო ქონდეს ახლა რა სამეცნიერო ის აქვს ხო სარჩული აი ამ სულ ყველაფერს. ასევე ამ ეპიზოდის შევ ემზადებოდი და ვკითხულობდი იმ უახლოეს სტატიებს, რომლებიც არის და იმ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც დღეს განიხილება ამ მიმართულებით და იყო მაგალითად აი ეს დენსიგელის, ახლა ცნობილი ის ყოფილა მე აქამდე არ ვიცოდი, რომ ბავშვის ტვინი ვერ ისწავლის თვითრეგულაციას, მას თუ არ ქონდა, რაზეც თქვენ აბავდით, ფაქტობრივად ეგ არის, თუ მას არ ქონდა თანარეგულაციის განცდავა მშობელთან ერთად. ხო? და აი მაგალითად რა ვთქვათ, ახლა ამაში რა იგულისხმება, რომ მაგალითად თუ ვეუბნებით ბავშვს, რომ დაწყნარდი, დამშვიდი და ამას ჩვენ თვითონ ვეუბნებით ძალიან ხმამაღლა განერვიულებულები და ასე შემდეგ, ის ბავშვი ვერ დაწყნარდება, იმიტომ რომ ზუსტ დუბლირებას აკეთებს დედის ემოციის. და აი აქ რო არის ეს და ანუ ამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ხო, იმიტომ რომ სარკისებურად ეს ნეირონები კითხულობენ ამ მშობლის ემოციას და თვითონაც იგივე რეაქციას გვეუბნებიან. მაგრამ ახლა აი ამ ყველაფერს მაგალითად ეს მშობელი, რაღაც უფროსი ადამიანი, რომელიც კითხულობს ეცნობა და ეს შემდეგ. აი მას როგორ შეიძლება ვუთხრათ, რომ რაც ნიშნავს ეს თანარეგულაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი რეალურად სახში როგორ ქნას, პრაქტიკაში როგორ გადაიტანოს. აი აქ როგორ ვიქცევით? მარტივად რო განმარტოთ, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში, რაც თქვით, რომ რეგულაცია ამის პატარა მცირე ასაკის ადამიანს არ შეუძლია და ერთ რამეს დავამატებ, რომ რაზეც ვსაუბრობთ ემოციების რეგულაციაზე, ეს დასწავლადი პროცესია. ანუ თანდაყოლილად რო ჩვენ დარეგულირებული ემოციებით ვიბადებოდეთ, ესე არ ხდება, ხო? და კიდე ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს შემოვიტან, რასაც ქვია დასწავლა. ანუ ქცევათა უმეტესობა და მათ შორის ემოციური ქცევის დარეგულირების პროცესი არის დასწავლილი სოციალურ გარემოში. სოციალურ გარემოში, ზეგან ვახსენე სოციალურ გარემოს წარმომადგენელი ადამიანები ვინ არიან ხოლმე, ხო? 3 წლამდე ესენი არიან ოჯახის წევრები, რომელშიც გაფართოებული ოჯახით შედის, ბებია, ბაბუას და რა ვიცი, ბიძას და დეიდასაც თუ შემოვიყვანთ და თითოეული მათგანის ქცევა ბავშვის ემოციურ ქცევაზე ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც კრიზისული სიტუაცია იქნება, კრიტიკული სიტუაცია, მარტივად რო ვთქვათ, სათამაშოს ვერ მიწვდა, ან ვერ აიღო, შესაძლებელია პირველად იმპულსური სპონტანური რეაქცია, თან მეტყველებას კარგად თუ არ არის განვითარებული, იყოს ტირილით, ან არაადეკვატური ხმამაღალი ემოციით მოთხოვნა, ხო? ან სიბრაზის დროს, სიბრაზის ძლიერად გამოხატვა, რომელსაც შეიძლება ისეთი ქცევები მოყვეს, რაც სოციალურად მიუღებელია, სროლა, ფეხების ბაკუნი და ასე შემდეგ.
რას შვება ამ დროს მშობელი, როგორ უნდა მოიქცეს. შემთხვევათა უმეტესობაში მშობელი აღელდება ხოლმე და ისეთ ქცევებს ახორციელებს, რომელიც მისაღები არ არის. და ხელს უშლის ცქერით დასწავლას, ანუ აფუჭებს ამ საქმეს რა. ვახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვაკვირდებიან ჩვენი შვილები და იმეორებენ საკმაოდ დიდ ხანს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. განსაკუთრებით ეს ეხება ემოციებს და განსაკუთრებით ეხება უარყოფით ემოციებს და აგრესიის გამოხატვას, ხო? ახსნა განმარტება, როგორც ვახსენე, არ გამოგვადგება მცირე ასაკში, სანამ ტვინი კარგად არ ჩამოყალიბდება და გააზრებას და ლოგიკური ურთიერთმიმართებების დამყარებას არ ისწავლის ადამიანი. მაშინ რა ვშვებით? მაშინ გამოდის, რომ მე ისე უნდა ვიქცეოდე მოზრდილი, რომ როდესაც მცირე ასაკის ადამიანი მიყურებს, კარგად სწორად აკეთებს, ანუ ადეკვატური კოპირება გამოდიოდეს, კარგი ქცევის კოპირება გამოდიოდეს. ცხოვრება ესე არ არის, რომ ეხლა მე ყოველთვის ესე ვიქცევი და არასოდეს ჩემი შვილი ვთქვა, ხო? შესაბამისად, როდესაც აღმოჩნდით სიტუაციაში, სადაც ჩვენი შვილის ქცევა არ მოგწონს და ეს ქცევა გგონია, რომ და ვიცით, რომ არ არის რა, ამაზე რაღაცა სოციუმს არ ექნება კარგი რეაქცია, მისთვისაც დამღლელია, ან პრობლემულია რაღაცა თვალსაზრისით. ხო, რაღაცა თვალსაზრისით ვიწყებთ, რადგან დიდები ვართ და ჩავთვალთ, რომ წავიკითხეთ, მოვისმინეთ განვითარების სპეციალისტისგან რეკომენდაციები, სხვა მშობელს გავესაუბრეთ, უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მშვიდად. ანუ რას ნიშნავს ის, რომ დავეხმაროთ თვითრეგულაციაში, ვიყოთ გვერდით, მის გვერდით რეგულაციის დროს, ემოციური რეგულაციის დროს. ვაკეთებთ შემდეგს. ვართ მშვიდად, ვართ პატარას გვერდით, ვაჩვენებთ, რომ ძლიერი ემოციების გაკონტროლება შეიძლება. ყველას აქვს ძლიერი ემოცია და ეს შეიძლება მან ნახოს, იმიტომ რომ ეხა რობოტები არა ვართ და შეიძლება ზოგჯერ არ გამოგვივიდეს და გამოვხატოთ, ხო? ეს ძლიერი ემოცია შეკავებული გქონდეს სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში და სადაც ჩვენთვის უსაფრთხო ადგილია და ახლობელი გარემო, სახლში ეს ძლიერი ემოციები ამოიფრქვეს. მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, ვთქვათ, რომ გავახმოვანოთ და დავასახელოთ ჩვენი ემოციები. და სანამ პატარა ისწავლის დასახელებას, მეტყველება სანამ წამოგვეწევა, კოგნიტური უნარები ბოლომდე განვითარდება, დავუსახელოთ მას ემოციები. ისეთი ფრაზებით, როგორიც არის, რომ ვხედავ, რომ ეხლა ძალიან გაბრაზდი. ვიცი, რომ ამის გამო ძალიან ტირი ხარ, მე აქვე ვარ და მის გვერდით ვიყოთ. აქ მოდის ის ფაქტორი, რომ ჩვენ როგორ წავახალისებთ მის ქცევას, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ჩვენ არაადეკვატურად გამოხატული ემოციების დროს, თუ ბავშვი ფართხალებს, ყვირის, მანიპულირებს, ჩავიხუტებთ, მოვეფერებით, თავზე ხელს გადაუსმევთ და კანფეტს მივცემთ, პირობითად რო ვთქვათ, ალბათობა იმისა, რომ ასეთი ქცევა უფრო ხშირად გამოვლინდეს არის ძალიან მაღალი და მე თუ ამას ხშირად გავაკეთებთ, მივიდეთ პრობლემურ ქცევამდე, რომელიც მიგვიყვანს ქცევის მართვის აუცილებლობამდე და აუცილებლად დაგვჭირდება არა კონსულტირება და არა მხოლოდ თქვათ წაკითხვა, არამედ დაგვჭირდება სპეციალისტი, რომელმაც იცის ქცევის მართვა და რომელიც რთულ ქცევებზე მუშაობს. და აქამდე რომ არ მივიდეთ, სჯობს რომ მანამდე დაგროვილი ცოდნა, სპეციალისტების მხარდაჭერა გამოვიყენოთ და შესაბამისად არ წავუხალისოთ ესეთი ქცევები. ამას უნდა გააზრება. ესე მარტივი არ არის, ახლა როგორც ჩვენ განვიხილავთ, შესაბამისად მშობელს შეიძლება გაუჭირდეს ამაში გარკვევა და შეეშინდეს, თქვათ, რომ არ მიატოვოს ემოციურად ბავშვი მაშინ, როდესაც ძალიან ხმამაღლა ტირის. ოღონდ თავისი ასე ვთქვათ ტექნიკები აქვს. სად უნდა იყოს შენ, რა სიტყვა უნდა თქვა ამ დროს, უნდა დატოვო ძალიან ატირებული ბავშვი და გახვიდე თუ გვერდით უნდა იყო და მხარდამჭერი პოზა მიიღო. უნდა აჩვენო, რომ ეს გაივლის, დამშვიდდება და სიმშვიდე ძალიან კარგია. ამას თუ ჩვენ ვაკეთებთ და ემოციებს ადეკვატურად გამოვხატავთ და ვიცით ემოციების მართვა, ცხადია, რომ ამის ასე ვთქვათ მოდელები ვიქნებით საკუთარი შვილებისთვის. ეს არის მთავარი პრინციპი და ასევე არ უნდა გვეშინოდეს არასოდეს საკუთარი ემოციების გამოხატვის. და უნდა ვისწავლოთ უარყოფითი ემოციების, განსაკუთრებით სიბრაზეზე მაქვს აქცენტი, მართვა, იმიტომ რომ ბრაზი არის ის ქცევა, რომლის ადეკვატურად გამოხატვასაც ნებისმიერი სოციუმი მოგთხოვს, ხო? გაბრაზება შეიძლება, მაგრამ გაბრაზების დროს, ესეთი უცენზურო ქცევები მისაღები არ არის. ამიტომ ეს პროცესია, რომელშიც მშობელი ან თვითონ მონახავს გამოსავალს, ან მივა სპეციალისტთან და ის აუცილებლად დაეხმარება.
ხო, ამ ქცევის მართვის საკითხებზე უფრო სიღრმისეულად მე ვისაუბრებთ. აქ თქვენ ერთ საინტერესო საკითხს შეეხეთ კიდე, ხო, ეს მშობლების რო აი ხა არავინ იდეალური არ არის და გარემო ყოველთვის ასე არ არის სასაკვირველია, იმიტომ რომ ფსიქოანალიტიკოსები საუბრობენ ხოლმე და შემოიტანეს კიდეც ესეთი ტერმინი საკმარისად კარგი მშობელი, ხო? ეს საკმარისად კარგი მშობელი ამ კონცეფციის მიღმა არის ის, რომ ბავშვს საერთოდ არ სჭირდება ეს იდეალური დედა და მამა, რისი კომპლექსიც აქვს მშობლების ალბათ უდიდეს ნაწილს, რომ თვლია რომ არ არის რაღაც დანაშაულის განცდა აქვს და თვლია რომ არ არის საკმარისად კარგები. აი ამ შემთხვევაში მშობლები, რომლებიც დღეს ძალიან დაკავებულები არიან და ვერ უთმობენ საკმარის დროს, როგორც თვითონ თვლიან საკუთარ შვილებს, აი მათ როგორ აუხსნათ, რომ რაღაცა ეს მშობლის შეცდომები შეიძლება ნორმალური იყოს. ხო და ანუ თლათ ასეთი კრიტიკულად არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ იქნება ეს რაღაცა ეს მოდელის ჩემს კითხვას ვსაუბრალოთ, რომ შეიძლება რაღაც ბავშვის სასარგებლოდ კი იყოს, ხო, დამოუკიდებლობის შესაძენად. შეიძლება რომ ესე ამ თვალსაზრისით შევხედოთ, ეხლა აი ამ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორც არის მშობლის ესეთი განწყობა. კი, რა თქმა უნდა შევხედოთ ესე და მოდი ცოტა შორიდან დავიწყებთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ხო? ადამიანი გაცილებით ჯანმრთელია ფსიქიკურად, როდესაც ბავშვობიდან გაცნობიერებული აქვს და დაეხმარნენ უფროსები იმის გაცნობიერებაში, რომ შეცდომები შესაძლებელია, რომ უშეცდომო არავინ არის და შესაბამისად, როცა დავუშვებთ, შეგვიძლია მე მოვბრუნდეთ კრიტიკულად შევხედოთ და თუ მოგვინდება აღარ დავუშვათ, ხო? თუ მე ეს მაქვს და გამიმართლა ამაში და ესეთი უფროსები შემხვდნენ, რომლებიც შეცდომების დაშვების ნებას მაძლევდნენ და უკიდეგანო და არ მაკრიტიკებდნენ და უბრალოდ მხარდამჭერები იყვნენ და თუ მომინდებოდა გამოსწორება მეხმარებოდნენ ამაში, მაშინ ალბათობა იმისა, რომ მე მშობლობასთან დაკავშირებული აი ეს რაღაცა განცდები, რომ არ ვარ საკმარისად კარგი და რამე შეიძლება და ასე შემდეგ, ნაკლები მექნება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გამოვყოთ ის ფაქტორი, რომ არიან მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკმარისად კარგები არ არიან და არიან მშობლები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, არ ფიქრდებიან ამაზე, რომ მშობლობა არის პასუხისმგებლობა. მშობლობა არის გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ ესეთი ზრდასრულ ასაკში უნდა მიიღოს ადამიანმა და ან შეუძლია არ მიიღოს. ეს აბსოლუტურად მისი არჩევანია. აუცილებლობა ხომ არ არის. და ეს პასუხისმგებლობა, როდესაც გვაქვს აღებული, მაშინ ისევე როგორც აი როდესაც რაღაც პროფესია გვაქვს და ვასრულებთ ჩვენ საქმიანობას, ეს ხო პასუხისმგებლობაა პროფესიის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, სხვა ადამიანის მიმართ. ასევეა მშობლობაც. როდესაც პასუხისმგებლობა მაქვს, ამ პასუხისმგებლობის კარგად შესრულებაზე უნდა ვფიქრობდეთ, უმინდა რომ წარმატებული ვიყო. მინდა ვიყო წარმატებული მშობელი, უნდა მოვიქცე ისე, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო, ვიკითხო, დავიხვეწო და მახსოვდეს, რომ მშობლობა არის განგრძობითი პროცესია. ეს არ არის, რომ აი ვარ მშობელი ან არ ვარ მშობელი. ეს კარგი მშობელი, ესე არ არის. პროცესია, რომლის დროსაც მე ვსწავლობ საკუთარი თავისგან, ვსწავლობ სხვებისგან, ვინც უფრო გამოცდილია, ვსწავლობ პროფესიონალებისგან და პირველ რიგში საკუთარი შვილისგან. იმიტომ რომ ბავშვები არიან ის ადამიანები, რომლებიც ბევრ რამეს გვასწავლიან. უფროსებისგან განსხვავებით ისინი არიან ლაღები, ბუნებრივები, სიმართლის მტკმელები და გვიყვებიან თავიანთი ქცევით და მოქმედებით საკუთარ თავზე. ყველა ადამიანი ხო ძალიან ინდივიდუალური და განსხვავებულია. და მე უნდა ვიცოდე, რომ 5 შვილი, 10 შვილიც რომ მყავდეს, ყველა ინდივიდია, ყველა განსხვავებულია და თვითვეულზე მომიწევს დაკვირვება. შესაბამისად, საკმარისად კარგი მშობელი არის ის მშობელი, რომელსაც აქვს მეტნაკლებად კარგი განათლება, ცოდნა განვითარების შესახებ, აქვს უნარი მოусმინოს და დააკვირდეს საკუთარ შვილს, მისცეს უპირობო სიყვარული. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა მოიქცეს ის, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ. შეცდომითაც და შეცდომის გარეშეც. ეს არის ის მთავარი ემოციური მხარდაჭერაში და ფსიქიკური, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის ფუნდამენტია, როდესაც მე ვიცი, რომ უსაფრთხოდ ვარ და ეს უსაფრთხოება მშობლების ამ ქცევით განისაზღვრება ჯერ სახლში და მე თუ ამით ძლიერი ვარ და სტაბილური ვარ, მაშინ სხვა და შემდეგ რა თქმა უნდა სანამ მცირე ასაკში ვარ, ბაღშიც ესე უნდა იყოს, სკოლაშიც ესე უნდა იყოს, სანამ გავიზრდები და რომ გავიზრდები და დასრული იქნები, ესე თუ გამზარდეს, მაშინ თუ ნაკლებად
უსაფრთხო გარემო შემხვდება, იქ სავარაუდოდ თავის დაცვას შევძლებ. ან გაცლას შევძლებ ამ გარემოსგან, ან სიტუაციის ისე დაალაგებას, რომ ეს საფრთხე არ შემექმნას, ხო? ამდენად მნიშვნელოვანია მშობლობა. საკმარისად კარგი მშობელია ის, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო მშობლობაზე, გააცნობიერა რომ მშობელი უნდა იყოს, ზუსტად იცის რამდენი შვილი ყავს, უნდა რომ ყავდეს და ამ შვილების რაოდენობას არ დავკონკრეტები ახლა. თulis იმის მიხედვით თუ რისი რესურსი აქვს, რომ ისინი მოქალაქეებად, ჯანს აღმოქალაქეებად აქციოს და მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის დახვეწას. იმ საშუალებებით, რაც არსებობს. ან მის ქვეყანაში, ან თუ წვდომა აქვს სხვა ქვეყნებში, სპეციალისტებთან და ასე ვთქვათ, სხვა მშობლებთან. აბა როგორ გამოვიდა ეგ ამბავი მითხარით არევათ. აი ხო კიდე თან ერთი საინტერესო ნაწილი ამაზე მითერ ყურადღება გავამახვილო, რომ ხა თქვენ საუბრის დროს აღნიშნეთ, რომ ისო უყვართო. ეს ყველა ბავშვმა უნდა იცოდესო და ამაზე მინდა რომ კიდე აი ხა უტრირებულად თუ არ გამოვა ძალიან, რომ ესეთი რაღაც რომ მაგალითის საკითხით რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი ძალიან რაღაც მოვიდა წიხლი ჩამარტყა ბავშვმა და უიმე რა ცუდი ბიჭი ხარ, ვეუბნები, რა ცუდი გოგო ხარ. აი თვითონ როცა უკვე ცევას კი არ ვაფასებ, არამედ ვაფასებ ამ ადამიანს ასეთი ტიპის შეფასებებს ვუკეთებ, აი ვერბალიზების დონეზე, ეს შეიძლება რომ პრობლემა იყოს. ეს პრობლემა არის ხოლმე, იმიტომ რომ იარლიყებს ვაწებებთ ჩვენს ბავშვებს, როცა ვეუბნებით რომ ცუდი ხარ, ზარმაცი ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ და ჯერთი ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგი მეტად მგრძნობიარია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მცირე ასაკის ადამიანზე გავლენას ვახდენთ ამით, იმიტომ რომ გარდატეხის ასაკამდე უფროსები, მშობლები და სხვათა შორის პედაგოგებიც ავტორიტეტები არიან ჩვენთვის და მოდელები არიან და ამიტომ ვჯერა ხოლმე მათი. აი გარდატეხის ასაკში მე ვიწყებთ კრიტიკულად შეხედვას და ხვდებით რომ ნუ ეს მამა და დედა შეიძლება იდეალური ადამიანები სულაც არ არიან, რაც გვეგონა, მოდი 10-9 წლის მანძილს ვიტყვი, იმიტომ რომ ქვემოთ ჩამოიწია გარდატეხის ასაკის დასაწყისმა. და მერე იწყება ეს რაღაცა დაპირისპირებასავით მამათა და შვილთა შორის, რომელიც კონფლიქტამდე მიდის ხოლმე და მერე რაღაცა ვარკვევთ. და ვიგებთ იმას, რომ ეს ჩვენი საყვარელი ადამიანები სულაც არ არიან იდეალურები, მაგრამ გვიყვარს. და გვეყვარება სულ. ასევეა მშობელიც, ხო? ან იცის, რომ ჩასახვის მომენტიდან ეს არსება, რომელსაც შვილი ქვია, უყვარს. უნდა უყვარდეს ბოლომდე. რომ იდეალური ვერ იქნება, აქვს თავისი პლუსები, მინუსები. აქვს რაღაც უნარები, რაღაცები არა აქვს. რაღაც გამოუვა, რაღაც არ გამოუვა. და ამ დროს მას სჭირდება თუ რაღაც არ გამოსდის და ამას ძალიან ასე ვთქვათ, ძაფრად აღიქვავს და ხელავს ამაზე ემოციური მხარდაჭერა და არა იარლიყების მიწებება. რომელსაც ქვია, აი ცუდი ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ. ამას ხო ჩვენ ქვეყანაში ხშირად ვაკეთებთ უფროსები. საასკოლო დაწესებულებაშიც ხო ეს ვერ გაქრა, რომ აი საშინელი ხარ, შენგან არაფერი გამოვა. მოგвსდევს ეს საბჭოთა გამოცდილებიდან და რა ვიცი, ნუ ესეც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ესეთი აღზრდის მეთოდები, ხო? და ეს არის კატასტროფა. იმიტომ რომ ეს იწვევს საკუთარ თავზე არასწორ შეხედულებებს, იწვევს თვითშეფასების პრობლემებს, რომელიც ადამიანს მერე რეალიზებაში, განვითარებაში ხელს უშლის, ნაბიჯების გადადგმაში ხელს უშლის და ძალიან მარტივი წესი აქვს ამას. ის კი არ უნდა შევაფასო, თქვა თვითონ როგორია პიროვნება, არამედ უნდა ვთქვა მის მიერ განხორციელებული ქმედება როგორია, რომელიც გამოცულადია რა. დღეს ამას ვიზამყვალ იმას. თუ გამაგებინებ ან ქცევით, ან ნიმუშით მოდელირება რაც ვახსენე, ან რო გავიზრდებ მე ამიხსნი და დამანახებ, რომ კავშირი ასეთია ლოგიკური ამ ქცევასა და შედეგს შორის, ხო? მაშინ გამომივა და არ მეგონება რომ მე ცუდი ვარ. როდესაც ადამიანს გონია რომ ის ცუდია და ბავშვმა სამწუხაროდ თუ რეალობა ესეთია რა, ესე აღიქვავენ ხოლმე, იციან ესეთი აღქმა, რომ შენიშნებს რომ აძლევენ ბევრს და ეუბნებიან ასეთი ხარ, ისეთი ხარ, შენგან არაფერი გამოვა. მერე მოდის ეს მე ცუდი ვარ, ჩემგან არაფერი გამოვა განცდა, რომელიც, ნუ რა ვიცი, ჩვენთან მოსული პრაქტიკოს ფსიქოლოგებთან მოსული მოზრდილი ბავშვების, თინეიჯერების და კიდევ უფრო დიდი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თვითშეფასების პრობლემა და მე ცუდი ვარ, მე არ ვუყვარ ვარ. შეიძლება მოდიოდეს ეს იქიდან დედას, მამას, ნუ მასწავლებელსაც ვთქვათ რა, მაგრამ დედ-მამა უფრო ისეთია, დედას, მამას და შესაძლოა მე სამყაროს.
აი ნახეთ ამ დონეზე არ ვაცნობიერებთ, მაგრამ ვერევით ადამიანის განვითარებაში. და ესეც ცუდი ჩარევა ხო არ გვჭირდება ჩვენ. ჩვენ ხო დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მშობელს თავისი შვილი უყვარს და უნდა საუკეთესო. უბრალოდ ამას აკეთებს, იმიტომ რომ არ იცის. ამიტოა ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტოა რომ ვესაუბროთ დედებს, მამებს, ორივე მშობელს, იცოდნენ რომ აღზრდის დროს მხარი უნდა დაუჭირონ ერთმანეთს აუცილებლად. ერთი ადამიანი ყველაფერს ხო ვერ შვება. და რო წამოიზრდება მერე და შენ რო აი რაღაცა მატერიალურზე გადაგებული ხარ და ნუ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მთლად გამართული თუ არ არის 2-3 სამსახურში გიწევს მუშაობა და არ ეტევა ეს ამბავი 24 საათში, ხო? თან კარგი მშობელი იყო, საკმარისად კარგი. დავაზუსტოთ. თან შენი საქმე შეასრულო, თან იცოდე, რომ ბაზისურ მოთხოვნილებაში უსაფრთხო გარემო და საკვები შედის ჯერ და მერე მოდის დანარჩენი და ამის უზრუნველყოფაზე ვიფიქრო, ხო არ გამოვა. ამიტომ არის ეს თანადგომა და ერთად ზრუნვა მნიშვნელოვანი. და ამიტომ არის სახელმწიფოს მოწყობაში გააზრებული იყოს, რას ნიშნავს ადრეული ასაკიდან კარგ, ჯანმრთელ, სწორად განვითარებულ, რეალიზებულ მოქალაქეზე ზრუნვა, იმიტომ რომ იქ არის 0 ასაკში იწყება ეგ, ოჯახთან ერთად. ხო და ეს ძალიან ისეთი ამბავია რა. სადაც პრობლემები არ სრულდება ოღონდ ჩვენთან. ხო, ნუ ჩვენ არ გვაქვს ეს მოწყობილი. უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ ეს სისტემურად მოწყობილი არ გვაქვს. ჩვენთან აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ხო? პრობლემა რაღაცა მოხდა, დააშავა ბავშვმა სკოლაში, რა ხდება? დაჯგუფება მშობლების და პედაგოგების. იმის ბრალია, შენი ბრალია, ესე იგი. ხო, რაც ოჯახია ის შვილია, აბა მასწავლებელმა რა უნდა ქნას თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში არიან ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პროფესიონალები, რომლებიც ამაზე აქცენტებს აკეთებენ. ხმა ვერ გაიგო სრულიად საზოგადოებამ კარგად, ანუ ყვირილიც კი არ ესმით ხან და ხან, რომ ეს თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი, რომ საბავშვო ბაღების, სკოლების კარები ღია უნდა იყოს, არ უნდა გვეშინოდეს კომუნიკაციის. გაანალიზების. იმისთვის რომ ხო შემეშალა რა მშობელი ვარ, ცოცხალი ვარ, შემეშალა. თუ არ ვაღიარე რომ შემეშალა, როგორ გავასწორებ ამას? დაუმალავ, ხო? და თუ დაუმალავ, მე კიდე უფრო მეტად დაუმალავ, იმიტომ რომ აი რა შემეშალა, მე კიდე ვეღარ გავასწორებ, უი კიდე შემეშალა, ვაი ამას როგორ ვიტყვი. ძალიან უტრირებულად წავედით ახლა, მაგრამ ეგრეა რეალურად რა, ეგ არის. მე მასწავლებელს შეეშალა, უი ვიღაცამ დააფარა ხელი, დამალა, სამსახურიდან არ გააგდონ, მე სადვიშოვი, ცოდვა, ასე. არ შეიძლება ამის კეთება. იმიტომ რეალურად რასაც ვაზიანებთ თაობას, ახალგაზრდობას, ბავშვებს, რომელიც არის მთავარი ფუნდამენტი ჯანსაღი საზოგადოების. ამაში ესაკ. ნუ ეს მოყვება, აი ეხლა მეც რო ბავშვი ვიყავი, მაშინაც იყო ეგ დედაჩემი არ იყო ესეთი და იშვიათ გამონაკლისებში იყო მაშინ იმ საზოგადოებაში, რომელიც აი ესეთი ის იყო გავრცელებული რა, რომ ბავშვები არ უნდა შეაქო და ასე შემდეგ. ეხლა ამის მეორე მხარეზეც რო ვილაპარაკო, სულ შექება. ამანაც ხო შეიძლება რომ იგივე გამოიწვიოს, იმიტომ რომ აი შეყვალაზე ჭკვიანი ხარ, ყველაზე მაგარი ხარ ამ შემდეგ, რომ მე რაღაცა თუ არ გამომივიდა, ის რომ აღარა ვარ, ყველა ამ სტატუსს კარგა, მე რა ხდება, როცა ამ სტატუსს კარგავ. ძალიან კარგი აქცენტი გააკეთეთ ახლა, იმიტომ რომ წეღან თვითშეფასებაზე რო ვილაპარაკეთ, ასე ვთქვათ, ნორმაზე ნაკლებ თვითშეფასებაზე გააკეთეთ აქცენტი, მაგრამ არის თვითშეფასების პრობლემა ხოლმე, როდესაც ნორმაზე მეტი აქვს ადამიანს, აღზრდის სტილიდან გამომდინარე. აი მაგალითად, ისეთი ფრაზები როგორც ჩემი პრინცესა, ჩემი ულამაზესი, ჩემი უჭკვიანესი არ ჭირდებათ ეს პრინცესობა და ულამაზესობის, ასე ვთქვათ, იარლიყები ადამიანებს, იმიტომ რომ ამ, ასე ვთქვათ, განწყობით, როდესაც გადიან ისინი უფრო ფართო ასპარეზზე, სადაც ეს მშობელი ვერ გამოეკიდება თავისი კომპლიმენტებით, ხო? მაგრამ წარმოდგენა საკუთარ თავზე იმაზე მაღლა აქვს, ვიდრე რეალურად არის, ეს სადღაც აუცილებლად გამოიწვევს პრობლემას, იმიტომ რომ საზოგადოება დამდობი არ არის, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად რა. თუ სამართლიანია, იმ სამართლიანობაშიც ეთკინება, ხო? და უცებ აღმოჩნდება, ვაი, თურმე არ ყოფილა პრინცესა, ვაი, თურმე არ ყოფილა უჭკვიანესი. უი, ვიღაცა მასზე ლამაზია, ვიღაცა მასზე ჭკვიანია. და ისევ ინდივიდუალიზმთან თუ მივალთ და განსხვავებულ პიროვნებებთან და ასევე გამკლავების სტრატეგიებთან და რამდენად შემიძლია მე პრობლემას გავუმკლავდე, ვიღაცა ამას გადაიტანს და ვიღაცა დაენარცხება და ისევ მივალ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემამდე. ანუ რატომ არ დახვდნენ ისე, როგორც აქამდე ხვდებოდნენ ოჯახის წევრები ან ახლობლები, ხო? და ყველაზე კარგი აღზრდა არის ის, როდესაც ზუსტად დაკვირვება ვახსენე და კიდე პროფესიონალებს ზუსტად ვიცი ვინ არის და რა არის ჩემი შვილი. რა გამოსდის და რა არ გამოსდის. საჭირდება დახმარება და სად არის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად, ხო? და ამას ვეუბნები ჩემ შვილს.
სხვადასხვა ფორმით, ასაკის მიხედვით. ამას ქვია სიმართლის თქმა და ზოგადად მშობლობაში სიმართლის თქმის, გულახდილობის და გახსნილობის პრინციპი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო საკითხია. აი საერთოდ რო არაფერი არ გქონდეს რა საშუალება ხო ვერ ვკითხულობ, არც ინტერნეტი მაქვს, სადღაც ვცხოვრობ, რა ვიცი. რეგიონში მთაში არ ეს თუ მე ჩემით აღმოვაჩინე ან ჩემი მშობლებისგან ვისწავლე, ყოველთვის ვამბობ სიმართლეს. და ამ სიმართლეზე მე მსჯელობ. ძირითადი პრინციპი დაცული მაქვს, იმიტომ რომ სიმართლეზე უფრო მაგარი რამე არ არსებობს. იმას ვერაფერს ვერ უსავ. შეიძლება შეიფუთოს სხვანაირად, შეიძლება ბალანსზე დაიცავრია. ხო, კი. მე თუ ვიცი რომ მე ძალიან მაგარი ვარ, ასე ვთქვათ, მეტყველებაში, გააზრებაში, მაგრამ ეხა არ გამომდის ეს მათემატიკა და ცეკვითაც კარგად ვერ ვცეკვავ. რომ აღმოვჩნდები შესატყვის გარემოში, ხო? სადაც ასე ვთქვათ, ვიცი რომ ეს 5 ადამიანი ჩემზე კარგად ცეკვავს, ან გაცილებით კარგი მათემატიკური უნარები, ადეკვატური განცდა მექნება, რომ მე იქ რაღაცეების სურვილი არ უნდა გამიჩნდეს, მაგრამ თუ მე ტყუილა მეუბნები რომ უი როგორ კარგად ცეკვავ ღერი, დედა მათემატიკაში რა მაგარი ხარ, მივალ და ვიტყვი რომ რატო, ეხა ეს რატო უნდა იყოს ჩემ წინ და შევრცხვევი და მე ვიღაც აუცილებლად მომარტყამს ცხვირში. და მეტყვის სიმართლეს. რა ძალიან კარგია ერთი მხრივ, მაგრამ აქ არის საკითხი, მე როგორ დავხვდები ამას? მყარად დავხვდები თუ დავეცემ? დაცემულის ადგომა ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ რატო უნდა გავხადოთ ეს პრობლემა, ხო? მით უმეტეს რომ ახსენე რომ ეს შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდებოდეს მოსდილ ასაკში. არაადეკვატური თვითშეფასება. ნუ რასაც თქვენ პრაქტიკაში ხედავთ. კი, როგორ არა და აი ეს რაღაცა მშობლების აი ესეთი დამოკიდებულება რომ ძალიან უნდა გაუფრთხილდეს, ყველაფერი უნდა გაუკეთოს, იმას აქშიც კი, როდესაც არ სჭირდება ეს რაღაცა ტარება ჯერ ეს რაღაცა, რა ვიცი, მანქანით ტარება ყველგან. ან ვთქვათ, საჭმლის მაგიდაზე დადება, როდესაც 13-14 წლისაა და კარგით, 7-8 წლისაა, თასმების მუდმივად შეკრა რაღაც, აბარაქენი აბარო არ უნდა ეს, ვერ იღებს გამოცდილებას, ვერ სწავლობს, ვერ უმკლავდება. შეიძლება, რა ვიცი, გაეჭხიროს სადღაც და სხვა ავტობუს გაყვეს, მაგრამ ეგ ხო გამოცდილებაა. ხო, დამაშია საქმე და ამ გამოცდილებას თუ შეუზღუდავთ შვილებს, ანუ რა გამოდის? მაშინ საკმარისად კარგი მშობლები არ ვიქნებით, იცით რატომ? არ ვამზადებთ ცხოვრებისთვის. და ჩვენ ხო უკვდავები არა ვართ მშობლები, სადღაც ხო, ბერდებით, ნაკლები, ასე ვთქვათ, აქტივობის თავი გვაქვს, მერე, რა ვიცი, დიდი ხნის მერე გარდავიცულებით და ასე შემდეგ. და მერე რა შვებიან ეს ჩვენი შვილები? ეს შეკითხვა ყოველთვის უნდა დასვას მშობელმა საკუთარ თავთან და მაშინ გამოვა უფრო უკეთ ყველაფერი. აი, მათ კიდე ერთი ის არის, ხო, აი თანამედროვე მშობლობის გამოწვევებზეც მინდა რომ ვისაუბრო და ერთ-ერთი არის ეს ესეთი მიდგომა, როცა აი ბავშვის საუკეთესო მეგობარი არის მშობელი. ხო, ამასაც აქვს ხო თავისი გამოწვევები, იმიტომ რომ მშობლის ავტორიტეტი მაინც სხვა არის და ეხლა რასაც მე ამ საკითხის პროფესიონალი არა ვარ, ბუნებრივია, ჩემი წარმოდგენებით საუბრობ, ეხლა რასაც ვაკვირდები ხოლმე, რომ რაღაც მომენტებში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს საუკეთესო მეგობრობა ძალიან მყიფეა. ხო, როცა მშობლის როლი საჭირო ხდება და იქ ცოტა ანუ ეს ზღვარი რო იშლება, ამას გულისხმობ. აი ამას აი აქ ეს როგორ შეგვიძლია რომ შევაფასოთ? ეს საერთოდ შესაძლებელია რომ მშობელი საუკეთესო მეგობარი იყოს და თან გამოგიდიოდეს მშობლობა? კი. ეგ არის ავტორიტეტის ამბავი და ეგ ნაშენების სახლის პრინციპის, კარგად ნაშენების სახლის პრინციპის მაგალითი შეგვიძლია განვიხილოთ, რომ თუ მე ფუნდამენტი მყარი ჩავყარე და მე კარგად ვაშენებ, ანუ აგურებს ამას სწორად და ხარისხიანად ვაწყობ და ეს ბავშვობაში ხდება, ხო? თუ მე ჩემი ავტორიტეტი არ დავკარგე ჩემი შვილის თავში. ავტორიტარი კი არა ვარ, ავტორიტეტული ვარ. ანუ როდესაც ვამბობ რომ მოდი შევთანხმდეთ და ეს იყოს, ამ შეთანხმებას არ ვარღვევ. როდესაც ვპირდები ჩემს შვილს რომ აი ხა მე მოვიცვლი და აუცილებლად ერთად წავალთ სასეირნოდ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამას ვასრულებ, ხო? როდესაც არ გამომივიდა ეგ ამბავი, მაგრამ კარგად ვუხსნი რომ ძალიან მწვენია რომ ეხა უნდა გადავდოდეს ჩვენი სადღაც გასეირნება, მაგრამ აი ამ ფაქტორებმა გამოიწვია და შემდეგში აუცილებლად ვისავთ. როდესაც არ უყვირი, არ ვაჩვენებ იმას რომ ემოციების რეგულაცია არ შემიძლია. მაგალითს ვაძლევ კარგს, ხო? ასეთ შემთხვევაში მე ვარ ავტორიტეტი. და როდესაც ის მიუახლოვდება გარდატეხის ასაკს, მეგობრობა ყოველთვის საჭიროა, მაგრამ უფრო აქტუალური ხდება გარდატეხის ასაკში, როდესაც თინეიჯერებს უჩნდებათ სურვილი, რომ თავზე ილაპარაკონ, საკითხები განიხილონ, ფილოსოფიას მიადგნენ, ცხოვრების არსზე და რატო გაჩნდა ადამიანად ამაზე დაფიქრდნენ, ის რო ეცვლება სხეული, აი ეს დისკომფორტი განიხილონ ვიღაცასთან, ხო? ეძებენ ადამიანებს, რომლებთანაც უნდათ კომუნიკაცია და ამაზე საუბარი.
როგორც წესი, ამ დროს ავტორიტეტული პირები, ანუ მშობლები ცოტა მეორე ფლანგზე გადადიან, იმიტომ რომ გარდა ტექს ასაკში ადამიანს უჩნდება განცდა, რომ საკმარისია გაიზარდა და არ არის საჭირო ახლა ეს მშობლებთან მუდმივი ისა დამოუკიდებელია და მიადგება ხოლმე თავის თანატოლებს. ეს თანატოლებიც იგივე დღეში არიან, ხო? გარდა ტექს ასაკში არიან და კრიტიკული პერიოდია, კრიზისული პერიოდია, და ყველაფერი არ გამოსდით, არიციან ჰორმონები თავის შვება და ასე შემდეგ თავისას. და იყურებიან, აბა ვისთან შეიძლება კიდე ამ საკითხების განხილვა და თუ იქ არ არის ავტორიტეტული პედაგოგი. პედაგოგმა შეიძლება და უნდა მოусმინოს, მაგრამ მე ეჭვება რომ ამის დრო პედაგოგებს ისეთი რაღაცეებით არიან სამწუხაროდ დაგავებული, ისეთი ფორმალობებით, რაც ხშირად რო უყურებ აბსურდია აბსოლუტურად და არ ჭირდება ეს პედაგოგიკას. სხვა რამეა საჭირო, ხო? მშობლები სულ სამსახურში არიან, ან თავიანთი პრობლემები აქვთ, ან არიციან, რომ შვილს კომუნიკაცია ჭირდება, ან შინდებიან იმით, რომ ერთხელ კარი მოაჯახუნა ამ თინეიჯერმა, იმიტომ რომ რომელიღაცა ჰორმონი თავში აუვარდა და ვერ გააკონტროლდა, მერე გადაწყვიტა, რომ ახლა რახან მოიჯახუნა, აღარ უნდა ეკონტაქტოს. და მსმენელი არ ყავთ ხოლმე. თუ მე სწორად ავაშენე ეს სახლით ავტორიტეტად დავრჩი და რაც ვთქვი გამომივიდა ის, მაშინ ალბათობა იმისა, რომ თუ ვერ მიიღო პასუხი თანატოლებისგან და ვერ მიიღებს ყოველთვის, ან მასწავლებლებს არ ეცალა, ან ვიღაც ჩემთან მოვა და ამაზე გაისაუბრებს ოდესმე, ალბათობა ამის არსებობს, ძალიან მაღალი შეიძლება არ იყოს ისევ თინეიჯერის თავისებურებებიდან გამომდინარე, მაგრამ მე ხო ვიცი რომ მე მას შეიძლება დავჭირდე კონკრეტული დოზით. აი ხელჩაჭიდებული და თასმას რო უკრავ იმ ფორმით კი არა, იცი რა მე ვიცი, რომ შენ შეიძლება რაღაც შეკითხვები გქონდეს და მე აქ ვარ. ამის თქმა და მეგობარივით გვერდით გაყოლა მუდმივ მხარდამჭერად, რომელიც ასე ვთქვათ, გაკონტროლებით კი არ იცავს მის უსაფრთხოებას. არამედ ფრთხილად ადევნებს თვალყურს, რომ სადმე არ გადაუწდეს ფეხი და არ გადაიჩეხოს და თან აჩვენებს, რომ მე შენი მეგობარი ვარ რა, შეგიძლია მესაუბრო ამაზე. ვიცი რომ შეგეშლება, არა უშავს, მე შემშლია. თავისი მაგალითი მოყავს. აი ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს მეგობრობა გამოგვივიდეს და ასევე დავრჩეთ ავტორიტეტად და მშობლად. ანუ ეს არის რთული პროცესი. საკმარისად კარგი მშობლობისკენ მიმავალი გზაა ეს და აი აქ მშობლებს დახმარება ჭირდება და პირდაპირ გეტყვით. პრაქტიკოს ფსიქოლოგებთან მომართვიანობის დროს რაც აინტერესებთ ყველაზე მეტად და რა შეკითხვებსაც სვავენ. მშობლები არის ეს როგორ ვიყო თან მეგობარი და თან ისე რომ აი რაღაცები რომ მოუფრენ თამათ თავში და ყველაფრის გაკეთება უნდათ, აი ეს არ ქნან. საუბრით, შვიდი საუბრით, ამას ჭირდება დიდი მოთმინება. ნერვები ჭირდება ნამდვილად. ძალიან რთულია. და ამიტომ ვთქვი, რომ ამ დროს შეიძლება დაგჭირდეს ვიღაცის დახმარება, საუბარი ამას. შეიძლება ვერ გავაკონტროლო ხანდახან ემოცია, მაგრამ წეგან ხო ახსენე რომ ეს დინამიური პროცესია და უნდა ვისწავლო და არ უნდა შემეშინდეს შეცდომის დაშვების და რაც მთავარია, რომ შემეშლება ბოდიშის მოხდეს. მე უნდა ვთქვა, რომ მე შემეშალა. ეს არ უნდა მექნა. ხო იცი რომ მიყვარხარ და სულ მეყვარები მოდი ვისაუბროთ ამას. ხო, ეგ ცოტა უფროსების პატიმოყარეობის საკითხი არის ხოლმე, ხო, რაღაც ალბათ ჩვენ თავს ასე აღვქვამთ, რომ ჩვენ არ უნდა გვეშლებოდეს და მე იმას ვაკეთებთ ხოლმე, ან ხშირად არ ვიხდით ბოდიშებს. absolut რა ვთქვი ზურა. როდესაც მე ვიცი რომ ადამიანი ვარ მეშლება და შეცდომებსაც დავუშვებ და შეცდომების არ მეშინია, მაშინ მშობლობაშიც რაღაცები კარგად გამომდის. ალბათ მაგით გააზრებით უნდა დავიწყოთ ყველა უფროსმა. ეგ არის მთავარი გასაზრდელი. ყველა ეტაპზე, ხო? ხა პატარა ბავშვებს არის აქ საუბარი სასკოლო ასაკზე, არის საუბარი უნივერსიტეტშიც ლექტორებმაც კი, ანუ ეს ყველაფერი ასე უნდა გავაკეთოთ, ხო ესეა. რთულია რა? ძალიან რთულია. როგორ არ არის, ხო? სალაპარაკო კოდესე თითქოს ახმადია და გასაგებია, მაგრამ რეალურად როცა ხედავ, იქ მე შენც ხო გაქვს, შენც ხო ადამიანი ხარ, ემოციები შენც გაქვს და ხო და აი ჩვენ ახლა რომ ვსაუბრობთ ზოგადად ვსაუბრობთ, მაგრამ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და სწორედ ამიტომ აი ეს რაღაცა მხარდაჭერის სისტემების ძებნა. როგორმე რომ ვიცოდე რომ მე უნდა ვისაუბრო ამაზე და ვიღაცა დავიხმარო თუ დამჭირდა. კი, და ამის არსებობენ სპეციალისტებიც, რომ დაგვაკვალიანონ და გვასწავლონ და საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარონ იმ კონკრეტულ სიტუაციებში. ეხლა თქვენ რაზე საუბრობდით, ანუ რეალურად თქვენ აქ საუბრობდით ამ დობის შენარჩუნებასა და ამ დობის მნიშვნელობაზე. ხო და ძალიან საინტერესო ის გამახსენდა ზეფირის ეფექტი. ეს იყო ექსპერიმენტი, რომელსაც ატარებდნენ, რომ აი ბავშვს ეუბნებოდნენ, რომ თუ რაღაცა პერიოდის
განმავლობაში მოითმენდნენ, მერე მიიღებდნენ ამ ზეფირს, ხო, რაღაცა ესეთი ის იყო. და ეს წლების განმავლობაში ეს ექსპერიმენტი ითვლებოდა იმის, რა ქვია, სიმტკიცის გასაზომად თუ რაღაცა რა, აი რამდენად მტკიცე ხასიათის არის ეს იმპულსის კონტროლის ამბავია. აი შენ აი ამ იმპულს რომელიც გინდება ის, როგორ გააკონტროლებ იმ მომენტში. ხო, და მათ ხო ხა შემოვიდა მეორე კომპონენტი, ხო, ნდობის კომპონენტი, რომ ის ითმენს მაშინ, როცა ენდობა, რომ შედეგი ნამდვილად დადგება. რა თქმა უნდა, და ეს ხო გამოცდილებასთანაა კავშირში. თუ მას გამოცდილებაში უკაცრავად ხო არ შეგაწყვეტ. არა. თუ მას გამოცდილებაში აქვს, რომ რასაც ის უფროსი ეტყვის აუცილებლად შესრულდება, მაშინ ალბათობა იმისა, რომ დაელოდება, აქ ხარაქტეროლოგიური და ტემპერამენტის მახასიათებლებიც როლს თამაშობს და ასაკიც, მაგრამ მე თუ ვიცი რომ მითხრეს ის ყოველთვის სრულდება, ველოდები რა, გავა ის დრო და მოვა. მაგრამ თუ მე ამას დაჩვეული არ ვარ, მაშინ შეიძლება არ ვენდო და ჰოპ, წავდაცო იმას ხელი. რა თქმა უნდა, ისევ აქცენტს გავაკეთებ, რომ აქ ბავშვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე გამოცდილებას, ხო? და აი ამ გარემოს, იმიტომ რომ ეს მაშინ შეიძლება აღვიქვათ, რომ თუ ის უმიჩვეულია, ხო, რომ ეს დაპირებები არ სრულდება, შეთანხმებები ირღვევა, იმიტომ რომ არ ძალიან მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს, ახლა ესე განსჯის თვალსაზრისით ამას არ ვამბობ, ხო? მერე ჩვენი შეფასების თვალსაზრისით რო ვთქვათ, ეს რაღაცა ქცევა, უწესრიგო ქცევა. შეიძლება იყოს ძალიან რაციონალური პასუხი. ამ ყველაფერზე. ქცევებს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, გამომწვევი მიზეზები. წინა პირობებს ვეძახით მაგას ჩვენ ფსიქოლოგები, როდესაც ქცევით მიდგომებს ვიყენებთ, ხო, რაღაცის გასაანალიზებლად. არ არსებობს ფუნქცია ქცევას თავისი და ახსნა შეიძლება. ამის და მაგას სერიოზული მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა არსებობს ფსიქოლოგიაში, რომელსაც ქცევათ მეცნიერება ქვია, ქცევის ანალიზი ქვია. და აი ამ მიდგომის მიხედვით მეცნიერები და პრაქტიკოსები ხსნიან საკმაოდ რთულ ქცევებს. ისეთ ქცევებს, რომელიც ნეიროგანვითარების დარღვევებს ახასიათებს, მაგალითად აუტიზმის სპექტრს ახასიათებს, სადაც ვერბალიზაცია სახეზე არ არის, ადამიანი არ მეტყველებს, ქცევებს ახორციელებს და სპეციალისტს შეუძლია გაანალიზოს ეს ქცევა და წინა პირობაში, ანუ მანამდე რა ხდებოდა და შედეგი რა არის, ამის ურთიერთდაკავშირებით მივიდეს იმის დასკვნამდე, რატო განხორციელდა ეს ქცევა, ხო? ხო და ეს თუ შეუძლია, შესაძლებელია და ეს საშუალებები თუ არსებობს დღევანდელობაში, მაშინ ცხადია, რომ ტიპური განვითარების ბავშვის ქცევის ახსნა, თუნდაც მშობლის დონეზე დაკვირვებით და მე ამის გაანალიზებით შესაძლებელია. ხო და ის დამკვირვებელი რო ვახსენე, როგორ ვაკვირდები და რა დასკვნებს ვაკეთებ, აი ამაში გვეხმარება სპეციალისტი. იმიტომ რომ მან ისწავლა, როგორ უნდა ქნას ეს წლების განმავლობაში და იცის. ხო და არ მჭირდება ახლა მე ფსიქოლოგია არ უნდა ვისწავლო, ან ქცევათ მეცნიერება იმისთვის, რომ კაი მშობელი ვიყო. მაგრამ ნუ რაღაცა უნდა წავიკითხო და კონსულტანტთან უნდა მივიდე პერიოდულად. აი როცა ქცევის მართვაზე ვსაუბრობ ჩვენ და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ამ წამახა გამტკიცებისთვის, ხო? ქცევის გამტკიცებისთვის ვიხდებთ ამ წამახალისებლებს. არსებობს მოსაზრება, რომ ამას შეიძლება ბავშვი გახადოს მერკანტილური. აი აქ ჩვენ რანაირად უნდა მოვახერხოთ სპეციალისტის გარეშე? აი ამ ოქროშუალედის დაცვა შესაძლებელია ამის ეს. თუ არ ვიცი, რას ნიშნავს წამახალისებლის ზომიერად და დაგეგმილად გამოყენება და კიდე ცალკე ნაწილია ამ ქცევის მართვის, ხო? არ გამომივა რა. ანუ აქაც საჭიროა რომ წავიკითხო და ვიღაცას ვკითხო, იმიტომ რომ ქცევის ფორმირებაში, ანუ სასურველი ქცევის გაჩენა, ჩვენ ხო ეს ქცევები შემონათვალი, რაც გვაქვს რეპერტუარი, დროთა განმავლობაში გვიჩნდება რა. დავისწავლით, გამოცდილებიდან ვიღებთ და ასე შემდეგ. ზოგი კარგია, ზოგი ცუდია, ხო? სასურველი ქცევების დასწავლა როგორ უნდა მოხდეს? განმამტკიცებლების ზომიერად და ადეკვატურად გამოყენების პირობებში და მერე დროულად მოხსნის. ჩვენ ამას განმამტკიცებლის განლევას, გამოცლას ვეძახით, რომ ეს ჩამოკიდებული არ იყოს ეს ადამიანი. შოში ასავით პირდაპირ არ ელოდებოდეს, რომ აი ხა რაღაცას მომცემენ და ასე შემდეგ, ხო? ეს ცალკე ამბავია რა და ამაში შეიძლება დაგვეხმაროს სპეციალისტი და უფრო მარტივი ამბავია, რომ სოციალური განმამტკიცებლები უფრო ხშირად გამოვიყენო, რომელიც არის ღიმილი, ჩახუტება, შეკება და ასე შემდეგ. რაც მატერიალური. რა თქმა უნდა, მატერიალური ან საკვები ან რაღაცა, ხო? მე რასაც ვაკვირდები, მშობლების უმეტესობა კონცენტრირებულია მაინც ამ მატერიალურ განმამტკიცებლებზე, რაც ტრენდული და ასე ვთქვათ, ეს საჭიროებად ითვლება, ეხლა ეს ტექნიკა იქნება თუ ასე შემდეგ, იმის გადაცემაზე თან დროზე ადრე. აი ამ ზღვარს თუ არ დავიცავთ, მაშინ ადამიანი ამ ჯილდოების მიღებას სწავლობს ისეთი ქცევებისთვის, რომელიც ამ ჯილდოს არ იმსახურებდა. და მე ეს მოლოდინი სულ აქვს, რომ აი ხა თუ მობილური მიიღო მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, რომ თუ ამ სემესტრში საკმარისად არ იმეცადინებ და მაინც არის ახალ წელს ეს მობილური თან მაღალფასიანი. და ეს ესე გრძელდება, მე
პირობითად შეიძლება. ალბათ უფრო მეტად ესე იქნება. სამსახურში რო წავა, შეუსრულებელი სამუშაოსთვის შეიძლება ელოდეს კარგ, ასე ვთქვათ, ანაზღაურებას ან პრემიას და შეექმნას პრობლემები. იმიტომ რომ იმ უფროს წესით უპირობოდ არ უნდა უყვარდეს ეს. ეს უპირობო სიყვარულის დროსაც აი ესეთი ქმედებები არასწორი აღზრდის ნიმუშია და ამიტომ აი აქაც მთელი სისტემა ამაზე როდის, როგორ, რატომ, რამდენს და რომელ განმამტკიცებელს ვიყენებთ, ხო? ეს ცოდნა ქართველებს გვაქვს და ამას ძალიან ბევრი ვიმუშავეთ კონკრეტულმა ადამიანებმა და მიდის ინტენსიური, მაღალკვალიფიციური მუშაობა დღესაც. მაგალითად ილიას უნივერსიტეტში ხდება ეს და ქცევას მეცნიერებასთან დაკავშირებულ პრაქტიკოსების პროფესიულ სტანდარტზე ასოციაციაც, ქცევის გამოყენებით ანალიტიკოსთა ასოციაციაც დღემდე ზრუნავს და განათლებაშიც ეს კომპონენტია, მაგალითად ისეთ საგრებს ვასწავლენ, რომელიც პირდაპირ ქცევასთან არის კავშირში და სტუდენტი, როდესაც ამ პრინციპებს სწავლობს, მერე მას შეუძლია რომ ხარდამჭერი პროფესიონალი იყოს მშობლებისთვის, ხო? და უტრირებულ გამარტივებულ დონეზე მასალაც მოიპოვება ინტერნეტში, რომ მშობელმა გააანალიზოს ქცევაზე დაკვირვება და თქვათ განმამტკიცებლების იციან უკვე მშობლების რაღაცა ნაწილმა, ქართველი მშობლების იციან ეს ახალისების მეთოდები და ასე შემდეგ. და თუ რაღაც კითხვის ნიშანი გაუჩნდება, შეუძლია ეს გადაამოწმოს სპეციალისტ. კი, ამას ნუ ბოლო, რა ვიცი, 15 წელს განმავლობაში, ხო, და ახლობით ეს განვითარდა და მეც თავის დროზე გავლილი მაქვს თქვენთან ესე გავიცანე. ეგ რეალურად 2000 წელს დაიწყო, ანუ თქვათ თვითონ საწყის რამოდენიმე ადამიანს რო ასწავლეს უცხოელებმა და მე რაღაცა პერიოდის განმავლობაში საგნად ისწავლებოდა ილიას უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო კიდევ ისწავლება და მე ასოციაციები გაჩნდა, რომელიც ასე ვთქვათ ხარისხს ეფიქრობს ქცევის ანალიზი ვახსენე, მაგრამ კიდე კოგნიტურ-ქცევითი თერაპიის ასოციაცია გვაქვს რა. პროფესიონალები ცდილობენ, რომ საკუთარი პროფესიული კომპეტენცია დახვეწონ და შეინარჩუნონ. ოღონდ ამას ბევრი ფაქტორი სჭირდება კიდევ, ასე ვთქვათ, მხარდამჭერი, ფინანსური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო უნდა იყოს სახელმწიფოში, რომ ეს სურვილი შეგრჩეს და რაც აქამდე გავაკეთეთ. 2000-დან დღემდე პირობითად ვამბობ მე ჩემი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე და რაღაცა ავაშენეთ სახლი ნახევრამდე პირდაპირ ვიტყვი. ბოლომდე აშენებული არ გვაქვს, რამდენი წელი დაგვჭირდება არ ვიცი, ის არ უნდა დავანგრიოთ. რაც გვაქვს იმის გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ. ნებისმიერ მიმართულებით იქნება ეს პროფესიონალიზმი, პროფესია, მშობლობა, პედაგოგობა, რა ვიცი. მაგის პირი არ უჩანს. არ ვიცი. ნახოთ, იმედიანად ვიყოთ მაინც. კი, იმედიანად უნდა ვიყოთ, მაგრამ ხო, აქამდეც რაღაც რამდენი 10-15 წლის წინ არ მახსოვს, ერთ-ერთ საზაფხულო სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ იქ თქვენც იყავით ჩემი ლექტორი და სხვა ადამიანებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ამან მართლა ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა თავის დროზე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სრულიად სხვანაირად დავინახე, და ეს არის ხო განათლება და ცოდნა ეს არის, რომელსაც მე აზიარებენ ადამიანები და ცვლიან კერძო ადამიანების პრაქტიკას. მაგრამ ეხლა ჩვენ აქ ამაზე რო ვისაუბრეთ, მოკლედ რო ახსნათ ეს გამტკიცების პროცესი რა არის. რომ თუ ვიღაც ჩვენ მსმენელმა ეს არის დაინტერესა, ხო? ძალიან სპეციფიკურ რაღაცას შევდივართ, მაგრამ ავხსნათ, იმიტომ რომ ეს ჩემი ის არის რა, კარგად ვარ მაგ ამბავში. ნახეთ, გამტკიცების პროცესი არის სასურველი ქცევის გამოვლენის შემდგომ ისეთი რამის მიწოდება ადამიანისთვის, რაც ამახალისებელი ეფექტის მქონეა და ზრდის ამ სასურველი ქცევის გამოვლენის ალბათობას მომავალში. ასეთი ქცევები არის, ისეთი ქცევები, რაც ადამიანს სჭირდება გარემოსთან ადაპტაციისთვის, სჭირდება ყოველდღიურ ჩვევებში და ასე შემდეგ. და ეს გამტკიცების პროცესი უფრო დეტალურად რო ახსნათ, არის, აი ვთქვათ, მაგალითად, გვინდა რომ ჩვენმა შვილმა, რომელმაც კბილების გამოხეხვა ისწავლა და მე რაღაც ავიწყდება, რომ უნდა გამოიხეხოს დღეში მინიმუმ 2 ჯერ, გვინდა რომ გამოიხეხოს ეს და მე სულ შემახსენებლად არ უყავდე მას, ხო? კბილს რო გამოიხეხავს, ისე რომ მე არ შევახსენე, ვთქვათ, ან მე შევახსენე. ამ გამოხეხვის შემდეგ ავღნიშნავ ამას. აღნიშნა შეიძლება ყოჩაღ რა მაგარი ხარ რო კბილები გამოიხეხე, შეიძლება აჰა შენ მოგცემ ახლა მე შენ საყვარელ რა ვიცი მე ბოსტნეულს გაფცვნილს და ჭამე კანფეტი სპეციალურად არ სტაფილოს და ჭამე ან ვეუბნები რომ ისეთი მაგარი ხარ რომ ახლა მე და შენ მივდივართ და სამაგიდო თამაშობთ, ეს არის სოციალური განმამტკიცებელი და შეიძლება ვთქვათ რომ არ გვინდოდეს ყოველი კბილის გამოხეხვაზე საჩუქრის მიცემა, მივცეთ ასე ვთქვათ, სტიკერები,
რომელსაც დააგროვებს. ყოველ გამოხეხვაზე ან ხელზე, ან კედელზე, ან სპეციალურ ცხრილზე ვაკრავთ ამ სტიკერებს და წინასწარი შეთანხმება გვაქვს, რომ 10 სტიკერის მერე იღებს ან სტაფილოს, ან სათამაშო დროს, ან თქვათ, შექება სულ უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და როდესაც პოზიტიური და ასე ვთქვათ, გაწონასწორებული ადამიანები ვართ, რაც მნიშვნელოვანია. და ეს პოზიტიური მშობლობა ძალიან პოპულარულია და დღემდე და იყო ამ ბოლო ხნის განმავლობაში, პოზიტიურად უდგებით აღზრდის საკითხს, ეს თან უნდა დაგვდებდეს. არ გვჭირდება სამზარეულოში გასვლა სტაფილოს გასაფრთხილად, თან გვაქვს. მაგარი ხარ, ყოჩახ, ვამაყობ შენით და ასე შემდეგ. და ეს ეხება ყველა იმ ადამიანს, მშობლის გარდა, ვინც საგანმანათლებლო სფეროშია დასაქმებული. ნებისმიერ დიდსაც სჭირდება ყოჩახ და შექება. მე მაგალითად სულ ველოდები ხოლმე. ფორმას იცვლის, ახლა სტიკერს აღარ ველოდები დიდი ხანია, მაგრამ ხა ჩემი კოლეგა თუ მეტყვის რომ მაგარია რაც გააკეთე, ძალიან კმაყოფილი ვარ, ხო? და ის პატარები, პირველკლასელები, 5 წლის ბავშვები ველოდებიან სტიკერებს, ალმებს, რაღაცეებს ესეც და აი ეს სპეციფიკა აქვს ასაკის მიხედვით, თორე პრინციპი ერთია. ყველა ადამიანს სჭირდება კარგი, ადეკვატური ქმედების წახალისება ხოლმე პერიოდული და თუ ეს ქცევა მას რეპერტუარში არ აქვს და მე მუშაობ ამაზე როგორც ქცევითი მიდგომის პრაქტიკოსი, რომ გაუჩნდეს, მაშინ ამას თავისი ინტენსიური სახე აქვს და როდის რამდენს და რამდენ წუთში რამდენ განმამტკიცებელს ვაწვდი, ეს ცალკე ასე ვთქვათ ნაწილია ამ ჩვენი ძალიან პროფესიული სპეციფიკა, რომლის ამ ცოდნის მიღება საქართველოში მარტივად შესაძლებელია უკვე თუ მოინდომებ და ასევე ლიცენზირების ინსტიტუტის მუშაობს ამ ქცევითი მიდგომის სპეციალისტების, რაც ძალიან მიხარია, რომელიც ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და ჩვენი სპეციალისტები თავაწეული გლობალიზაციის პირობებში შეძლებენ თუ მოუნდებათ გადაადგილდნენ და სხვა ქვეყანებში. შეგვიძლია ხო ეს ინფორმაცია გავუზიაროთ, ახლა მაგათ ამ ვიდეოს აღწერაში რომ დავდოთ სადაც შეუძლიათ ნახონ ეს. კი, ეს არის ქცევის გამოყენებელი ანალიტიკოსთა ასოციაცია, კოგნიტურ ქცევითი თერაპიის ასოციაცია, აქვთ საგანმანათლებლო ასე ვთქვათ ესენი კურსები, რომელიც მიიყვანს ადამიანს სალიცენზიო გამოცდამდე და მე ასე ვთქვათ მისი რანგი როგორც ქცევითი პროფესიონალის იწევს შეუძლია სხვებს ასწავლოს ან სუპერვიზია გაუკეთოს და გვაქვს ცენტრები ქვეყანაში, უბრალოდ ჩემი ცენტრი, სადაც მე ვარ ხელმძღვანელი არის კერძო ცენტრი და არის ასეთი არაერთი ცენტრი, სადაც მშობლებს შეუძლიათ კონსულტირება გაიარონ სპეციალისტებთან და მხარდაჭერილები იყვნენ მშობლობის პროცესში. ისევე როგორც ექიმთან მიდიან ხო საკონსულტაციოდ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკურის გარდა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე თვალყურის დევნება, სანამ პრობლემა ამოიზრდება და უკვე შემაწუხებელი გახდება მანამდე პრევენციულად, ხო? კი, და ეხლა ნეგატიურ მხარესაც რო ვისაუბროთ მაშინ, ხო, ამ შემთხვევაში, როცა რაღაცა არასასრული ქცევები ვლინდება, ამის მართვის პრინციპები რა არის, რომ უბრალოდ ეხლა ამ შემთხვევაში ერთ რაღაცაზე მინდა რომ ყურადღება გამომახვილო, ეს არის ეგრეთ წოდებული ტაიმაუტები, რომელიც სხვადასხვა ფორმით მუდმივად არსებობდა, ხო? ეს კუთხეში დაყენება იყო აწლეულების წინ, შემდგომში იყო რომ აი ცალკე ოთახში გადი და იქ დამშვიდი და მერე დაგვიბრუნდი და ამ შემდეგ ეხა ამ საკითხს დღეს როგორ ვაფასებთ და არც თუ ისე პოზიტიურად. ნახეთ რატომ, იმიტომ რომ მე თვითონ როდესაც მასწავლიდნენ ამერიკელები ვთქვათ ამ მიდგომას და გავდიოდი იქ, ამას რეზიდენტურა, ინტერნატურა ქვია, ხო, კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მე თვითონ მინახავს საკმაოდ წარმატებული პრაქტიკოსები, როგორ ანხორციელებდნენ ჩემი სწავლების პროცესში მცირე ასაკის ბავშვების ტაიმაუტს დამაზიანებელი ქცევის დროს, აი მაგალითად. ერთი ოჯახი მახსენდება, როდესაც ორი პატარა მცირეწლოვანი ყავდათ და 5 წლის დას უფროს ეჭვიან არ ვიცი რაღაც აღარ მახსოვს ზუსტად ეგ დიდი ხნის წინ იყო უმცროს ისე ძლიერად არ ტყავდა რომ თმებს აპუტავდა და მშობელი ამას ვერ აკონტროლებდა და მინახავს თქვა ტაიმაუტის პროცედურა რომ იქვე ოღონდ კუთხეში ამერიკელები 20 წლის წინაც არ აყენებდნენ ეს რაღაცა საბჭოთა სკოლის ის არის გამახსენდა რაღაცეები რომ ჯემ კლასელებს რას უშვებოდნენ პედაგოგები მოკლედ ანუ ეს ბავშვი იქვე როგორ უნდა დაესვა ტაიმაუტში ანუ რეალურად ეს ტაიმაუტი არის სტიმულების, რომელიც არის წამახალისებელი მოშორება. არ უნდა მიატრიალო, არ უნდა დაანახო, უინტერესო გარემე უნდა შექმნა. განვითარდა ამასობაში ეს ჩვენი ქცევითი მიდგომის პრაქტიკული მიმდინარეობა და რეკომენდაციებიც შეიცვალა.
გარდა ამისა, რომ შეიძლება ვთქვათ, მანამდე იყო ეს ტაიმაუტები და ესა დატოვე და ატირებული და გადი და შენ გადი გარეთ და ის ტაიმაუტში აღმოჩნდება და ასე შემდეგ. არსებობს კიდე სხვა ტექნიკები პრაქტიკულ ქცევათ მეცნიერებაში და ამას ქვია არათავსებადი ქცევის დიფერენციალური გამტკიცება, თუმცა მენელისთვის ძალიან ტექნიკური ტერმინი არ არის, მაგრამ ავხსნი. რაც ნიშნავს, რომ მშობელი აღმზრდელი ყურადღებით აკვირდება ბავშვის ქცევის რეპერტუარში არასასურველ ქცევას, ხო ისედაც ცხადია და აწუხებს, ხო? და ასევე მის ალტერნატიულ სასურველ ქცევებს აკვირდება, ხო? და ცდილობს თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ხო ვინმეს თუ არ აზიანებს ეს ბავშვი ან თავს თუ არ იზიანებს, ეს უკვე ძალიან რთული ქცევებია და სხვა ტექნიკები. თუ შეუძლია ამის იგნორირება ან ყურადღების არ გამახვილება, დაგეგმილად აიგნორებს, თუმცა დაიგნორებულს კი არ ტოვებს, იქვე ეძებს ამ ქცევის ალტერნატიულ არათავსებად ადეკვატურ და სასურველ ქცევას, რომელსაც ამ დაიგნორების პარალელურად წაახალისებს. ანუ, თუ ბავშვი იატაკზე წევს და ფართხალებს, და მშობელს შეუძლია ამ ფართხალის და ტირილის იგნორირება და იმის თქმა, რომ აი, ხელსახოცია აქ და მოიწმინდეთ ცრემლები და ცხვირი და მეტი არაფერი, სხვას არაფერს არ ამბობს და ამ დროს კუთხეში იწყებს თამაშს წამოიწყებს და ამბობს რომ უი რა კარგია რა ახალი პლასტელინებია და რა კარგად გამოდის ცერწვა და რაღაც ის ვთქვათ ხატვა ან რამე და ბავშვი წყვეტს ტირილს გადადის სლუკუნზე და რა კითხულობს პლასტელინი და ამ დროს მე ვეუბნები ვაი ნაკლებად ტირი რა მაგარია მოდი ვითამაშოთ ნახეთ წახალისება მიდის რაღაც სოციალური ვახსენე ხო ტირილის ინტენსივობის შემცირება ან პლასტელინის მოთხოვნა არის ხმამაღალ ტირილთან არათავსებადი და ამას თუ მე წავახალისებ და იმ არასასურველს დავაიგნორებ ანუ არ შევიმჩნევ მაშინ ალბათობა იმისა რომ არასასურველი გაქრება და სასურველი გაძლიერდება გახშირდება ძალიან მაღალია და ამას განმეორება უნდა რა დროთა განმავლობაში ერთი მცდელობით ეს არ მიიღწევა ძალიან თანმიმდევრული უნდა ვიყო უნდა ვიცოდე პროცესუალურად როგორ ხდება ეს პროცესი როგორია და მომთმენი უნდა ვიყო და გაქრება ის ქცევა აღარ იქნება ის ქცევა და გახდება სახეზე იქნება ის ქცევები რომელიც მე მაწყობს და ბავშვსაც აწყობს ხო აი ესეა და აი ტაიმაუტები მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც გამოიყენება იმიტომ რომ დაზიანებისგან დავიცოთ ადამიანი მაგრამ აი ესეთი ინტენსიური როგორც ჩვენს სასკოლო სისტემას ახასიათებდა რომ პარტყაპუთხით კუთხეში იყვნენ ბავშვები და თან გაუაზრებელი აი მაგალითად ეხლაც არის შემორჩენილი რომ ვიღაცა რაღაცა ლაპარაკობს და გადი ეხლა ვეგარ და აგდებენ და საერთოდ არ ფიქრობს პედაგოგი იმაზე რომ ეს გაგდება მისთვის წამახალისებელია თუ დამსჯელი გარეთ რო გაუშვებდა იმას თუ გასეირნება უნდა და თამაში ამით რომ ამ საუბრის ქცევა წახალისებულია რეალურად და თან უმეთვალყურეოდაა გარეთ ხო შესაძლებელია ან სადღაც გაბოდიალდა ეგ არ არის სწორი ამბავი რა ამიტოა საჭირო ამ ქცევების ფუნქციების რატო საუბრობს ის ბავშვი ამ ქცევებს შეიძლება მოგეთ მუშაობა და არა ამის გაანალიზებაა საჭირო რატო დაიწყო ლაპარაკი ხო არ არის პრობლემა ის რომ ვერ იგებს რასაც მასწავლებელი ამბობს ან ის ხო არ არის პრობლემა რაღაც აწუხებს ან იგება ყურადღება არ მიაქცია მასწავლებელმა დიდი ხნის მანძილზე და ამით ყურადღებას იქცევს ხო? ხო, გასცემი ამ ფუნქციაზე რო საუბრობთ, ანუ რა ფუნქცია აქვს ამ ქცევას, რა არის წინაპირობა. ხო და ამას ქვია ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როდესაც შენ ამას აანალიზებ და ფიქრობ რომ აი როგორ ვიყო ამ ბავშვის გვერდით და არა ის რომ აი ესენი კარგებია ისედაც და წინამერხზე რო სხედან და ესენი არ ვარგნან უკან რო არიან, ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი დრო გავიდა და ამით ჩვენ დავკარგეთ განათლებული, განვითარებული და ჯანსაღი თაობების ყოლის საშუალება და ამას თუ გავაგრძელებთ კიდევ და რა ვიცი, ხო, ოდესმე უნდა გაგვინათდეს twin-ში, რომ შესაძლებელია ეს ამბავი. და ამას ჭირდება, ესე ვიქმნივალ, აუცილებლად ამას უვიტყვი. კარგად დაგეგმილი, პროგრესზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელშიც მიღწეული შენარჩუნებული და განვითარებული იქნება და არა დაანგრეულ გასამტვერებული. ეს არის ჩემი სათქმელი. განათლება არის ყველაფრის თავი და ეს ჭირდება ყველა ადამიანს. აი ხა რაზეც საუბრობდით ხო რომ როცა ქცევებთან მუშაობთ პროფესიონალი იქნება თუ პროფესიონალის მითებით იქნება თუ თვითონ მშობელი აკეთებს ამას თავის აქ მაქვს ესეთი შეკითხვა ხა რომ ამ პროცესში აი ხა აი სცენარი რაზეც წეგან გვეუბნებოდით ხო ბავშვი რაღაცა ის არის გაწოლილი რაღაცა ითხოვს ან რაღაცას აი ამ ტანტრუმი რასაც ქვია და ჩვენ ვცდილობთ აი ამას რომ მე აქეთ დავჯექი რაღაც პლასტელი თამაშობ და ქცევის ჩანაცვლება თუ როგორ იქნება ხო ანუ ალტერნატივის ძებნა ქცევაში აქ თუ ჩაერთო ოჯახის სხვა წევრი ხო რა ხშირად დასმული შეკითხვაა ეგ არის რომელიც ერთვება რომელიც იცავს ბავშვს ხო აი
ეგ რეალურად რამხელა საფრთხე არის. ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა. ნუ როგორც წესი, იმედი არ ეწყინებათ ბებია-ბაბუებს, ბებია-ბაბუები შვებიან მაგას, მაგრამ ზოგჯერ დედმამიდან ერთ-ერთი ესე იქცევა, მეორე ისე, ხო? აქ თავარი ამბავია, რომ კონსულტირების პროცესში გაიაზრონ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, რომ ყველა უფროსი უნდა იყოს შეთანხმებული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც მთავარი არის, რომ განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ და არ უნდა შეუშალონ. ნახეთ, შემოვარდნილი ოჯახის წევრი, რომელიც რაღაცნაირად იცავს, ავტორიტეტს უფუჭებს და აღზრდაში ხელს უშლის იმ ოჯახის იმ წევრს, რომელიც ცდილობს ამ ტექნიკის გამოყენებას, ხო? უბრალოდ ოჯახის წევრების შეთანხმების საკითხია. და ეგეც ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცები მოლაპარაკებადი არიან და მე ბებიებთან და ბაბუებთან ხშირად მქონია სხვათა შორის კონსულტაცია, იმიტომ რომ მარტივია, როდესაც პროფესიონალ თუნდაც ონლაინ ჩავრთულ ვართ, ყოლია რომ 6 ოჯახის უფროსი წევრი ყოფილა ონლაინ და თუ ას გადაადგილება პრობლემაა და ასე შემდეგ და ძალიან ცდილობენ. თუ იგებენ, ძალიან ცდილობენ. არის შემთხვევები, როდესაც ამას უარყოფენ, თქვა და ამბობენ, რომ არა, არ შეიძლება და ასე შემდეგ, მაგრამ ხა პროფესიონალს შეუძლია ურჩიოს ძალით ვერავის ვერაფერს გააკეთებინებ, ხო? მთლიანი ოჯახების კონსულტაცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, როცა გაფართოებულ ოჯახს ეხება საქმე. და ნუ დედა და მამა, რომელიც ძირითადი ოჯახია, ყოველთვის ერთად უნდა იყვნენ ჩართული, რამდენადაც ეს შესაძლებელი. და ერთ პოზიციაზე იყვნენ, რომ აუცილებლად და ერთმანეთს მხარს უჭერდნენ. კი ბატონო და აი ეს ტანტრუმები ახსენეთ და აი ამ ტანტრუმებზე გვაქვს რაღაც ისეთი ძირითადი მესიჯი რაც უნდა მივაწოდოთ მშობლებს რა. კი, ეხლა ვაგეტყვით ამ მესიჯს. ბავშვი ტირილის და პროტესტის გარეშე არ იზრდება. ეს მინდოდა დიდი ხანია მეთქვა. ინდივიდუალურ კონსულტაციებზე ვამბობ, მაგრამ ესე უფრო ხმამაღლა რომ უფრო მეტმა გაიგოს, ხო? ნუ გვეშინია ამ ტირილის. გვახსოვდეს, რომ მცირე ასაკის ადამიანის მიერ განხორციელებული ეს ქცევა კომუნიკაციის ფორმაა, რომელსაც ამ ქცევას აქვს ფუნქცია, რაღაცა ხდება და რაღაცას ითხოვს ამით. კარგად დავაკვირდეთ და ვნახოთ, რატომ მოხდა ეს ტანტრუმი, რამ გამოიწვია და გამომწვევ მიზეზებში ამ წინაპირობებში დავაკვირდეთ ჩვენს ქცევასაც. ხომ არ არის იქ ისეთი რამე, რამაც გამოიწვია ეს. გამოიწვია იმიტომ, რომ ვერბალიზაცია და დალაგებულად ახსნა განმარტება, რომ იცი რა დედა, ეხლა ამდენი ხანია ყურადღებას გთხოვ და შენ ყურადღება არ მომაქცია, არ შეუძლია 3-4 წლის ასაკის ბავშვს. თან ეს ასაკი ასევე კრიზისულია, როგორც გარდატეხის ასაკი და წინააღმდეგობით, ტანტრუმების სიმრავლით და ტირილით გამოირჩევა. თუ ვიცით, რომ ნორმა ესაა და განვითარებას ახასიათებს და ასევე ვიცით, რომ ჩვენი შვილს უნდა დავაკვირდეთ და დრო დავუთმოთ. ასევე ვიღაცა დაგვეხმარა და გასწავლა, როგორ დავაკვირდეთ, თუნდაც ჩავიწეროთ, ან ვიდეო გადავიღოთ, მერე გავაანალიზოთ და ვნახოთ მე რას შვებოდი და რა შვებოდა ეს ჩემი შვილი. შეიძლება იყო დე 5 წუთის განმავლობაში არ მივაქცია ყურადღება, მერე გაქანდა და რაღაც დაიძახა ისეთი რამაც ყურადღება გამამახვილებია და მერე ამაზე რომ მე ვთქვა უთხარ რომ არა ესე არ ქნა, გაიშხლარდა ეს ჩემი შვილი, ხო? ანუ ეს ერთმანეთზე მიბმულია. იზოლირებულად ესე გამოხტუნებული ტანტრუმი არ არსებობს. ატიპური განვითარების დროსაც იქ მიზეზი აქვს იმ ტანტრუმს თუ დამაზიანებელ ქცევას. ოღონდ ატიპური განვითარების დროს უფრო მეტი პროფესიონალიზმია საჭირო და მშობელი შეიძლება ვერ ერკვეოდეს უცებ ამაში რატომ. თუ მე ვთქვათ თუნდაც 15-16 წლის ადამიანმა, რომელსაც ვერბალური უნარები არ აქვს კარგად განვითარებული, არ ამიხსნა ფუნქცია შეიძლება ვერ გავიგო და სწორედ ამიტომ არსებობს ეს ტექნიკა, რომელსაც ქვია ქცევის ფუნქციური ანალიზი, ანუ სპეციალისტები, რომლებიც აანალიზებენ მიზეზებს და ვეტყოდი მშობლებს, რომ ესე იგი ნუ ეშინიათ ტირილის, დააკვირდით საკუთარ შვილებს, წაიკითხეთ, მიიღეთ პროფესიონალების მხარდაჭერა და შეეცადეთ თუ სახეზია არასასურველი ქცევა და ის არ ჯდება განვითარების ნორმაში, ხო? და ცდება ამას, გამოასწოროთ როგორმე. ეს მინდოდა მეთქვა. მეტი არ ვიცი რა ვთქვა. აი ისე ქვია თვითონ ეს ნეგატიური ემოციების მართვაზეც რო ვთქვათ 2-3 სიტყვა რომ ანუ ეს ქცევები ხო რაღაცა წვერი არის ხო აისბერგის, იმიტომ რომ ის მიღმა არის ეს ყველაფერი და ესეთი სხვა კულტურების მიხედვით განსხვავდება და ალბათ ოჯახების მიხედვით და ასე შემდეგ რომ ანუ ხშირად რაღაცა ემოციებს ვგზავნებთ ხო ფაქტობრივად ვგზავნებთ ხოლმე და ეს სავარაუდოდ არასწორი უნდა იყოს ხო და ამ შემთხვევაში როგორ ვაკეთებთ ამის სწავლებას. კი, რაზის გამოხატვა როგორ ვასწავლო, აი პრაქტიკაში რა შეგვიძლია ურჩიოთ ადამიანებს. უფროსმა, მშობელმა არ დამალოს საკუთარი ემოცია, ესე რა, რაღაცა რო აი არ შეიძლება ამის გამო და როგორ შეიძლება რომ ეს თქვა კაცს არ ეკადრება ტირილი, არ უნდა დამალოს საკუთარი ემოცია, ოღონდ ადეკვატური ფორმით უნდა გააკეთოს განმარტება ამ ემოციის თაობაზე, ერთი.
მეორე, როდესაც მცირე ასაკის შვილები გვყავს, მათ გავუხმოვანოთ ემოციები. ხო? რაღაცის გამო იწყებს სტირილს. ვეუბნები, რომ ვაკვირდები და დაკვირვების შედეგად ხვდები, რომ ან გაბრაზებულია, ან შეშინებულია. აბა გახარებული ბავშვები ხა ძლიერი სიხარულის ემოციის დროს ზოგჯერ სტირის ადამიანი, მაგრამ ძირთადად შიშის, ელდის, ბრაზის გამო ტირიან. ვეუბნები, რომ ვიცი რომ გეშინია, მე აქ ვარ შენთან ვარ. გავუხმოვანოთ ემოციები. არ ავუკრძალოთ ემოციის გამოხატვა. არ შეგვრცხვეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩვენი შვილების ემოციების. ანუ არიან მშობლები, რომლებიც ერთ სიცოცხლეს ათავებენ თუ დაინახეს, რომ ბავშვი გაიშხლარდა ან ხმამაღლა ტირის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მცირე ასაკის ადამიანები სანამ გაიზრდებიან, ხმამაღლა გამოხატავენ ამ ემოციებს, ტირიან, ფეხებს აბაკუნებენ და ასე შემდეგ. ეს განვითარების თანმდევია და კეთილი ინებოს მიიღოს ამ ასაკის ადამიანი თავის რიგში და ნუაპროტესტებს. სპეციალურად ვამბობ ამას. ჩვენს საზოგადოებას ეს ახასიათებს. როგორ შეიძლება რომ ბავშვი სტირდა, რატო არ შეიძლება? რატო არ შეიძლება ხა როდესაც არ შეუძლია ჩვენსავით კომუნიკაცია და საუბარი კონკრეტული ასაკის ადამიანს, აბა რა ქნას სანამ ლაპარაკს ისწავლის. ეს გაიაზროს, ნახეთ, გამოხატე საკუთარი ემოციები დიდზე ლაპარაკი, მიეცი უფლება ემოციების გამოხატვის შენ შვილს, იყავი მის გვერდით მხარდამჭერად, ნუ წაუხალისებ ტანტრუმს და манипуляციას. ნუ წაუხალისებ ამას და შეეცადე რომ ასწავლო ემოციის ადეკვატურად გამოხატვა და უთხარი და აჩვენე რომ ყოველთვის მის გვერდით ხარ და რომ ემოცია სირცხველი არ არის. ეს აუცილებლად თუ მშობლები ამას მასიურად გააკეთებენ, აუცილებლად შეამცირებს ფსიქური პრობლემების რიცხვს. დამერწმუნეთ, იმიტომ რომ ეს პრაქტიკოს ფსიქოლოგები მეც კი არაფერს ვაკეთებ. ამ გაკირულ, გამოუთქმელ, ჩაჭედილ, გაუმჟღავნებელ ემოციებს ვახმოვანებიებ თავიდან დასრულ ადამიანებს, რომლებიც ვიტყვი რომ ბავშვობიდან ხშირად მოდის. ამიტომ თუ ბავშვობაში ეს რაღაცნაირად მოვაგვარეთ და ეს მშობლობას და აღზრდელობას უკავშირდება, ხო? მაშინ მე სამუშაო ემოციები დასამუშავებელი, ხელახლა დასამუშავებელი ემოციები გაცილებით ნაკლები მექნება და ისევე როგორც სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი სტომატოლოგი იქნება, ეს თერაპევტი იქნება თუ ასე შემდეგ, ხო? აი ეს ჩეკაპი, შემოწმება, ავად სანამ გავხდები, მანამდე შემოწმება, რომ უნდა გაიაროს ყველა ადამიანმა და ეს ცხოვრების წესში რომ უნდა შედიოდეს. როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, ექიმებია აუცილებელი პროფესიონალები ჩვენთვის და კიდევ მეტად აუცილებლები უნდა გახდნენ. რუტინულად უნდა ვაკეთებდეთ ამას წელიწადში 1-2 ასევე უნდა იყოს ფსიქიკური ჯანდაცვის სპეციალისტების ამბავიც. იქნები მშობელი და მაშინ გადიხარ კონსულტაციას, ამოიზარდა შენი ბავშვი დაჭირდა და მაშინ მიყავს და ეს უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ პერიოდულობით მას ჭირდება ასეთი მხარდაჭერა. კი ბატონო, და კიდე ერთ საკითხზე მინდა რომ ისეთ ამ ბოლოსკენ გავდივართ რეალურად, რომ ჩვენო აი ჯონათან ჰაიტი ეს მის სტატიას გითხულობდი ამის შესახებ და ჩვენო წავართ თვითონ ბავშვებს დამოუკიდებელი თამაშის უფლება. ხო ცოტა ისეთ ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ახსნით ხარ რას გულისხმობს უსაფრთხოების სახელით ვაკონტროლებთ მათ ყოველ ნავით, რაც საბოლოოდ ზრდისო მათ შფოთვას და ის ამბობს, რომ ეს გლობალური კრიზისი არისო, თამაშზე დაფუძნებული ბავშვობა, ტელეფონზე დაფუძნებული ბავშვებით ჩანაცვლდაო და ის ამას ხედავს როგორც არა რაღაც ფსიქოლოგიურ დეტალს, არამედ როგორც საზოგადოებრივ პრობლემას, საზოგადოებრივ გამოწვევას, როგორც ასე აფასებს და შეგვიძლია რომ ეხლა ეს ჩვენ საქართველოსაც განვავრცოთ და ვთქვათ, რომ ეს ესე არის კი, ნამდვილად, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა ჩემ დროს მე რო ბავშვი ვიყავი, ნამდვილად ვთამაშობდით. ეზოებიც სავსე იყო, ხეებზეც დაძვრებოდნენ ბავშვები. ანუ ეს ჯანსაღი რისკი საჭიროა. ხო, რა ვიცი, ეგება დაგჭირდეს ცხოვრების ხეზეა. მოტორიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელეფონზე სკროლვით მჯდომარე და მწოლიარე მდგომარეობაში ადამიანი მოტორიკას ვერ განვითარებს. მსხვილ მოტორიკაზე მაგ ლაპარაკი, ხო, ვერც დახვეწილს, რომელიც ხელის თითებს უკავშირდება, ხო? რაღაც ერთსერად თითის მოძრაობას თუ განვითარებს, მარტო გავაშარშოთ ცოტა, რომ ეს მართლა არ არის კარგი. მერე თუ მე ვურთიერთობ ტელეფონთან, მე კომუნიკაცია არ მაქვს სხვა ადამიანებთან, მაქვს ვირტუალურ სამყაროსთან. ნუ იმ შემთხვევაში თუ ჩათაობ ან ვიდეო კოლი მაქვს, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ისინი ხო არ აღიქმებიან რეალურად, არიან დისტანციურად, ხო? იმიტომ ვახსენე მე პანდემიის ამბავმეს დააჩქაროთ, რომ მაშინ ვისწავლეთ, რომ უი ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ალაპარაკება, მოკითხვა, ნათესავის, ლექციის ჩატარება და კიდე ტექნოლოგიები ყველას ხელს არ გვიწყობს, რომ საერთოდ დავსხდებოდით ალბათ და შემოვიკრებდით ამ ვირტუალურს ყველაფერს, ხო?
ტექნოლოგიის პროგრესს ვერ გააჩერებ, მაგრამ შენ რას გიშვება ეს ტექნოლოგია და რა დოზით უნდა გქონდეს, ამაზე დაფიქრება გონიერ ადამიანს ხო შეუძლია, ხო? განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში. განვითარება მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით. ფიზიკურით, ემოციურით, ინტელექტუალურით, სოციალურით. ფიზიკურ განვითარებაში მე თუ არ გავინძერი, ვერ განვითარდები. რო გითხრათ ახლა ჩვენ სკოლებში სპორტული აქტივობები და სპორტი ისეა განვითარებული, რომ ამის კომპენსაციას გააკეთებს, სკოლა ხო ტყვილი იქნება. ხო, რაღაცა უნდა გადავადგილდეთ. ეზოები, სკვერები, ბაღები, რომც იყოს მოწყობილი და გამოჩნდა ახლა თბილისში რაღაცა სკვერების რაღაცა ნაწილი და შეიძლება იმის გამოყენება. დასავლელი აქ ამ ბავშვებს უკვე რომ, ну, რა ვიცი, ერთმანეთთან თამაშის ბურთის მაგივრად ტელეფონი უჭირავს ყველას ხელში, ხო? ეს ნამდვილად პრობლემაა. და როდესაც ტელეფონი მიჭირავს, მე ან თამაშობ რაღაც ონლაინ თამაშს, კომუნიკაციას არ ვახორციელებ და ფიზიკური განვითარებაც გაჩერდა რაღაცნაირად. ველოსიპედით არ დავდივარ, ფეხბურთს არ ვთამაშობ და სოციალურიც, იმიტომ რომ სოციალური კომუნიკაციის მთავარი, ასე ვთქვათ, ასპექტი არის თვალებში გიყურო, გეკონტაქტო, არ შემეშინდეს რომ აქ რაღაც ჯგუფში რაღაცეებს ვამბობ. სწორედ ამიტომ იმატა სოციალურმა შფოთვამ, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლის შფოთვამ, რომ ეს რაღაცა უნარები მიჩლუნგდა, აღარ გახდა საჭირო. ესეც არის პრობლემა სოციალური განვითარებისთვის. ინტელექტუალური განვითარების მიღების ფორმა შეიცვალა. კითხვა აღარ არის, წიგნიდან კითხვა ისეთი აქტუალური. როგორც იყო, ბევრ რამეს გვეუბნება ხელოვნური ინტელექტიც, ინტერნეტიც და ასე შემდეგ, ხო? კი ბატონო, ხა ამაზე არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ინფორმაციის მიღება სხვადასხვა წყაროდან შეიძლება და არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც, ვთქვათ, ესე ადევნო თვალი რაღაცეებს, მაგრამ რას იგებ ამ ინტერნეტიდან და როგორ უსმენ და რას უსმენ. ამაქვს ხო აქვს მნიშვნელობა. ვიღაცის თამაშის ვიდეოს სკროლავ თუ ისტორიაზე საინტერესო ლექციას ისმენ ან ვიზუალურად გაფორმებულ რაღაცა ვიდეოს უყურებ, რომელიც საქართველოს ისტორიას შეეხება. ამას ხო აქვს მნიშვნელობა. აქვს, სხვადასხვა ნივთიერებები გამოიყოფა. განათლების სისტემა უნდა დაფიქრდეს, კაცო, ახლა 21 საუკუნის ბავშვისთვის მე რო ვსწავლობდი მე-20 საუკუნეში ის საბჭოთა სახელმძღვანელო და იმაზე უარესი, რაც გვაქვს, როგორც ამბობენ სპეციალისტები. რო არ იქნება საინტერესო მაშინ, როდესაც ტექნოლოგია ისეთ უშვება, რომ სტიმულებითაა გაჯერებული და აი რაღაცა ფერის, ხმის, დინამიკის ცვლილება სრულიად იპყრობს მას. ეს რო არ გამოგვადგება და რო უნდა მიუახლოვდე იმ ტექნოლოგიას და სხვანაირი სწავლება შემოიღო. ამაზე ხო უნდა ვიფიქროთ. მარაზმის კეთების მაგივრად რაღაცა პროგრესზე ხო უნდა ვიფიქროთ. ეს შესაძლებელია, ხო? და რომელი დაგვრჩა სოციალური თქვით, ფიზიკური თქვით და ემოციური. ხო და როდესაც მე აი ესენი წესრიგში არ მაქვს, ცხადია რომ ემოციურ განვითარებაში პრობლემა მაქვს, იმიტომ რომ ეს მდგენელები ერთმანეთთან კავშირშია, ყველა რაც დავასახელე. ადამიანთან ურთიერთობა, გარეთ გასვლა, ბუნებასთან კავშირი, მოსინჯვა, მიწა როგორია, ბალახი როგორია, რო ავედი და ოდნავ ფეხი ჩამიცდა რა განცდა მქონდა, ჩამოვარდი თუ არა, როგორად რამდენად მოხერხებული ვარ, ბურთი რომ რგვალია. და რა ვთქვით, ესენი ხო უნდა განიცადოს ბავშვა. ამის მოყოლით ან ვირტუალურად აღქმით გააზრება იწვევს ცვლილებას ადამიანში და ამ ადამიანს, რომელზეც თქვენი საუბრით, მე დავეთანხმები, რომ ცვლის ეს სრულიად მსოფლიო მოსახლეობის შეგრძნებების, აღქმის, განათლების, კომუნიკაციის და საბოლოოდ ემოციური ჯანმრთელობის მაჩვენებლებს. ამაშია საქმე და მე ვისურვებდი, რომ ეს შეიცვალოს. ხო, აუცილებლად, იმიტომ რომ ერთი ეს რამდენჯერ მეაღნიშნეთ თქვენ ეგ და ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ სულ გავიმეოროთ ისიც, რომ ბავშვები სწავლობენ უფროსებზე დაკვირვებით და ერთმანეთთან, ანუ ეს სოციალური ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, ის რომ უნდა გვახსოვდეს რა, რომ მაუგლი არ არსებობდა და მაუგლი ბავშვები არ არსებობენ, ხო? ანუ სოციუმის გარეშე ადამიანები გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის რომ ადამიანის სოციალური არსება, ამას ვერ შევცვლით. ამას ვერ შევცვლით. და ვერანაცვლებს, ხო, ეს კვლევები მაგას გვეუბნება, რომ ეს კომუნიკაცია ვერანაცვლებს ამ კომუნიკაციას. სოციუმის შემცვლელი. ეგ არის ელექტრონული გაშეშებული რაღაცა, რომელიც გვაშეშებს ჩვენც. ხოლო გაშეშებული ადამიანები ჩემი აზრით პრობლემურები არიან. ასე რომ მოდით ნუ გავშეშდებით. კი ბატონო. როგორ? ხო, ამ საკითხზე თქვენი აზრი მაინტერესებდა რა, იმიტომ რომ თქვენ ახლა ბავშვებთან მუშაობთ, ხო, და მოზარდებთან მუშაობთ და ალბათ ახლა თქვენ ხედავთ ამ პრობლემებს პრაქტიკაში. კი, არის, მაგალითად სკოლა თუ აკონტროლებს და ბევრი სკოლა აკონტროლებს, არა აქვთ ბავშვებს ტელეფონების გამოყენების უფლება კონკრეტულ უჯრებში და თაროებზე ათავსებენ. და ამაზე კიდე საუბარია ქვეყანაში, რომ საერთოდ უნდა ასე ვთქვათ შეიზღუდოს. კი არ უნდა აიკრძალოს. აქცენტს გავაკეთებ. აიკრძალოს, ჩამოვრჩეთ და მე-19 საუკუნეში დავბრუნდეთ, არა პროგრესულია.
ზომიერად და რა ფორმით და როდის გამოვიყენოთ ამაზე დავფიქრდეთ სკოლა თუ აკონტროლებს ან სკოლიდან მოსულ ბავშვს რომელიც მიეკრობა ამ პლანშეტს თუ ეკრანს ვეღარ აკონტროლებს მშობელი და სტიმულაციაც რომელიც გადაჯაბნის ეკრანის სტიმულაციას არ არის რატომ არ არის ყველაფერი წრე ისა სპორტი მშობელს ადებს კისერზე ანუ ეს საგანმანათლებლო სისტემა არ არის გაჯერებული იმით რომ ტურნირი ეწყობოდეს რომ იქვე თამაშზე ეძახდეს ვინმეს თორე დარწმუნებული ვარ რომ იქ კარგად დაორგანიზებული აქტივობები რო იყოს ვისაც ინტელექტუალური უნდა ვისაც ხელსაქმის უნდა ვისაც სპორტული უნდა ეს რო გადანაწილებული იყოს და ამით იყოს სისტემა ასე ვთქვათ დაორგანიზებული გადადებენ ამ ტელეფონებს და ითამაშებენ თავისთავად ხო ეს არ ხდება. ამიტომ წაგულეკა აი ამან და ადამიანი ხო საერთოდ ამ სტიმულებს უეძებთ ხო რაღაცა რომ სიამოვნება ჰედონისტები ვართ ჩვენ სიამოვნება გვიყვარს რაც შესაძლებლობებიდან საიდანაც მივიღებთ სიამოვნებას იმას იქიდან ვიღებთ. ნუ ეს არ გვექნება მე შეიძლება ჭარბის საკვებით მივიღოთ და რაღაცები გამოვზე მე ის პრობლემას გამოიწვევს ხო? ეს პრინციპი თუ ვიცით რომ ჩვენ სიამოვნება უნდა მივიღოთ და ასევე გვაქვს რაღაცა ინფორმაციის შეცნობის სურვილი ხო? ეს წყაროები რა ფორმით მოგვეწოდება, როდესაც პატარები ვართ, მაშინ უნდა დაგვიგეგმონ გონიერმა მოზრდილებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა და სახელმწიფოებმა და როდესაც გავიზრდებით, მე კიდე რაღაცა ჩვენით უნდა დავფიქრდეთ და ასე ვთქვათ, დავაორგანიზოთ, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება. კი, ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ როგორ ვერ მივყვებით, ეს მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის, ოღონდ როგორ ვერ მივყვებით, აი თანამედროვე გამოწვევებს მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისით ჯანმრთელობით გამოწვევებსაც არის აი ამ სპორტის გაკვეთილების იგნორირება, გასაცდენ გაკვეთილება თახქმა, ზოგან რა ფორმალურად არსებობა და ეს შემდეგ, იმიტომ რომ 21 საუკუნის ადამიანის ცხოვრების წესი ისეთია, რომ ფიზიკური აქტივობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია დღეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სომატურ ჯანმრთელობაზე იფიქრო. და სკოლაში არა, ქალაქში ინფრასტრუქტურულად არა, რომ იმოძრაო რაღაცა საშუალებით, იქ არა, აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს და მე მოდის პრობლემური ქცევები და ჯანმრთელობის პრობლემები. ბოლო კითხვები მინდა რომ დაგისვათ. აი ეხლა ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის მშობლებზე, ეს მშობლების საუბრით მინდა რომ დავამთავრო. უფროსებზე საუბრით, რომ აი როცა ჩვენ ვზდით ამ ბავშვებს, ეგანაც ვახსენეთ ეს, საკუთარ ტრავმებს რამდენად საკუთარ ტრავმებზე ბიდან გამომდინარე რამდენად ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ანუ ვზრდით და თან ვიცავთ, ტრავმიდან გამომდინარე ხო არ ვიცავთ თუ ხო მაგალითად და ამათ შეიძლება ჩვენ შეცდომებს გვაშვებინებთ ეს ახლა იმიტომ რომ ეს თაობებს შორის იმხელა განსხვავებაა და ჩვენს ქვეყანაში ისეთი ტიპის ცვლილებები იყო სხვადასხვა თაობების დროს რომ აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს გვაძლევს ხო? კი. ნამდვილად, ანუ თაობები თავისი ტრამული გამოცდილებებით სხვადასხვანაირად იქცევიან. ნუ არსებობს თაობათა შორის ტრავმა, რომელიც გადაეცემა ისე რომ ახალ თაობა შეიძლება ნანახი არ კონდეს, საერთოდ განცდილი არ კონდეს, მაგრამ არც მონაყოლი არ კონდეს არავის, მაგრამ რაღაცნაირად ეს ვთქვათ, მასზე მოქმედებდეს და ეს რაღაცნაირად არის ის, რომ აგვირდება თავისი მშობლის ქცევას, რომელიც ტრამვირებულია. მონაყოლი თუა და წაკითხული თუა ხო გასაგებია, მაგრამ ტრამვირებული ადამიანი სხვანაირად იქცევა, ვიდრე არა ტრამვირებული, ხო? და ჩვენ ვართ ტრამვირებული საზოგადოება, სამწუხაროდ, არაერთ გზის. ეს არ არის ერთჯერადი, რომ ერთჯერადად ვიყავით ტრამვირებული. წლების განმავლობაში ტრამვირებული, სხვადასხვა დონეზე, თუ ომით, თუ ტერიტორიის დაკარგვით, თუ ოკუპაციით, თუ არასწორი პოლიტიკური მმართველობით და ასე შემდეგ. და ეს გვაფუჭებს, როგორც ასე ვთქვათ, აღმზრდელებს, როგორც მშობლებს და როგორც პიროვნებებს და როგორც მასწავლებლებს და მე ნუ ამბობთ, რომ უფროსები უნდა იყვნენ მაგალითები და უფროსებმა უნდა დაგეგმონ და ხა საკუთარ თავს უნდა მივხედოთ პირველ რიგში. ეხლა ამაზე თუ გავაგზავნებთ საუბარს, ჩავიკარგებით, ვერ გაგვიჩნდება კითხვა, როგორ უნდა მივხედოთ, სად მივხედოთ და რა ვქნათ, მაგრამ ეს ესეა. ტრამვირებული უფროსი, სანამ თავის თავს არ უშველის, მანამდე ის კარგი მშველელი და დამხმარე ვერ იქნება უმცროსისთვის. და ხშირად მშობლების კონსულტაციის დროს ამაზე აქცენტებს ვაკეთებთ ხოლმე. მე პირადად ძალიან მიყვარს ამაზე აქცენტი. მშობლობის დროს როგორ უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, ხო? პრინციპში ცუდად არ გამიგებს მსმენელი ალბათ და ცოტა ეგოისტური ნაწილი უნდა წამოწიო წინ რომ თაო და თაო ჯერ მე ვარ კარგად და მე ყველა დანარჩენი სხვა ეს არის სწორედ საკმარისად კარგი მშობლობა რომ მე ვარ გაწონასწორებული ვარ კარგად იმისთვის რომ გამომივიდეს და არა მხოლოდ მშობლობა იგივე ვთქვათ პროფესიონალიზმი პროფესია მე კარგად უნდა ვიყო
მე თუ არა ვარ კარგად, არ გამოდის რა. და ფსიქიკური ჯანმრთელობა იმ თვალსაზრისით როგორ გამომივა სხვა რაღაცეები. ინტელექტუალური აქტივობები და შემდეგ ძალიან წამყვანი ამბავია. თუ მე ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსლილი მაქვს, რაც არ უნდა გონიერი და მაღალი IQ-ს მქონე ვიყო, არ გამომივა. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი ეს ჯანმრთელობის სფეროს ეს ნაწილი, რომელიც ძალიან მისახედია ჩვენ ქვეყანაში და იმედია, რომ რაღაცნაირად ამაზე სერიოზულად დავფიქრდებით და ამას ალბათ გავიაზროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობით, რომ ყველაც ანუ ამაზე ფუნდამენტია რა, ფუნდამენტია. ნამდვილად ფუნდამენტია. და ბოლო შეკითხვა მაქვს ესეთი, რომ ეხლა არის თუ არა ამ ტრამვების გამოძახილი თქვენ როგორ ფიქრობთ, იდეალური მშობლობისკენ, იდეალური ადამიანისკენ ეს ჩვენი ტოლვა, რომელიც მოიტანა სოციალურმა ქსელებმა, რომ Instagram-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში ყველაფერი იდეალურია, ყველაფერი დავარცხნილი, არაჩვეულებრივი და ასე შემდეგ. იდეალურად ვითარდება ჩემ გარშემო სულ ყველაფერი. ეს როგორ აისახება მე ამათ როგორც თქვა მშობლის ფსიქიკაზე და მე უკვე ბავშვზე როგორ ვლინდება ეს სულ ყველაფერი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შედეგი არის მაგის? აი მე ჩემ თავი მაგალითად. აი, ეხლა გუშინ ვესაუბრებოდი სპორტდარბაზში ერთ-ერთს რა, ერთ-ერთ მონაწილეს და იქ საუბრობდით იმას სპორტული ფეხსაცმელების რაოდენობაზე. და ჩვენ ძალიან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ მე იმის ვერ სულ მაგაზე ვფიქრობდი, რომ რა ჯანდაბად მინდა ამდენი. ეს მე მგონი რომ ეს არის ჩემი ტრავმის გამოძახილი. იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც ახლა არ შემეძლო, ეხლა შემიძლია და მაქვს. ამ დროს არაფერი შეიძლება არ ჭირდება. ხო, ძალიან საინტერესო კი, მშობლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ, თქვათ, საკმარისი ტანსაცმელი, არ ჰქონდათ საკმარისი საშუალება განათლებისთვის, წიგნი, ტრამული, დაუმუშავებელი ტრამვიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეთ ეს ჰიპერკომპენსატორული ქცევები, რომლის დროსაც ზედმეტ შვებიან და მე მგონი იმიტოა კონკრეტული თაობები, რომ ზედმეტ ფუფუნებაში აღმოჩნდნენ და ამ ზედმეტ რაღაცებში, ანუ ზღვარი ვერ დაიცვეს მშობლებმა და აი გამკლავება, გზის გაკვალვა და ამ შემდეგ მაინდა-მაინც შეიძლება არ გამოსდიოდეთ, ხო? ამ ზომიერების დაცვა გამოვა თუ არ გამოვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრავმამ შეიძლება ეს გამოიწვიოს, ანუ განუსაზღვრელი რაღაცა პირობების, რაც მე არ მქონდა ჩემს შვილს ჰქონდეს, რომელიც ზოგჯერ ესე წამლეკავია და საწინააღმდეგო შედეგს იძლევა. ანუ ზომიერება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ესე მიდივართ ეგ სიმართლეში, ხო? აუ, სიმართლის გარეშე არაფერი გამოვა რა. სიმართლის და განათლების გარეშე არაფერი გამოვა. ხო და მაინც მან ბრუნდებით. კი, აუცილებლად. მგონია რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მინდა მივმართო ხა ჩვენს მსმენელებს, რომ გასაგებია რომ ჩვენ აქ რაც პრაქტიკულ დეტალებზე შედარებით ნაკლები ვისაუბრეთ, ხო? ძირითადად ეს ფუნდამენტურ საკითხებზე ვსაუბრობდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ საკითხებზე დიალოგები გრძელდებოდეს, როგორი გარემოც არ უნდა იყოს ჩვენ გარშემო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენზე გავლენას ახდენს, ამიტომ თუ კი ამდენი ხანი გვიყურებდით, ალბათ მოგეწონათ და გავუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც თვლით, რომ დააინტერესებს და ვისაც თვლით, რომ მოусმეთ. მე ნატა მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. აი ყველაფრისთვის, რასაც თქვენს პროფესიაში აკეთებთ, მე ვიყავი უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი მომსწრე, როგორ ვითარდებოდა ეს და ეს მიმართულებები და თქვენს რამხელა როლი ქონდა თქვენს კოლეგებთან ერთად ამ ყველაფრის გაკეთებაში და მინდა რომ უფრო მეტი რესურსი გქონდეთ, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ. კი არ გააჩეროთ, გაათმაგოთ და გაასმაგოთ. იმიტომ რომ ამ ყველაფრის შედეგია ეს რაღაცა ცვლილებები, რომელსაც ჩვენ გარემოებში ხედავთ. ახალ თაობებში თუნდაც. მადლობა და წარმატება. თქვენ უყურებთ ჯანსაღ დიალოგს და შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გამოყვებით სხვა სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ნახავთ ამ ვიდეოს აღწერაში. ნახვამდის.